ისე ლეგალიზაციას რომ ემხრობენ მეგობრებო ყველა მიცის. იმიტომ რეცეპტი ვითხარ რო არ ვარ შეზღუდვების მოხრე. აი ამ პოზიციიდან ხოცი როგორ უნდა გააკრიტიკო. მაშინ თუ მე კარგად რაღაც ვერ გავიგე, треба ამიხსნა. კი, უნდა აგიხსნათ აშკარად. მულოვანი ტოლერანტობის სლოგანი იყო სლოგანი კრიმინალის წინააღმდეგ, ძალადობის წინააღმდეგ პირველ რიგში. სულელად რო არ გამოჩნდეთ, ისტორია ისწავლეთ. ოღონდეს არ ამოგიჩნდეთ. მეორე დამესხა თავს იაგო, წამყვანს კი არა. იაგო, თქვენ აქ მოგიწვიათ იმისთვის, რომ თქვენი კონკრეტული პოზიცია არგუმენტირებულად დაიცვათ და არა ის, რომ თქვენი ოპონენტის წარსული ქექოთ. ჯალათი რო ყვებოდეს წინამდებაში თავის ხვერპლებს. გადმოერთეთ წამყვანიდან თავარ ჯალათს თქვენი შეფასება. წინა ხელისუფლების და სისხლიან 9 წელზე ლაპარაკისას რაშიც ბატონი იაგო ერთ-ერთი ოცნების პროპაგანდის ხაზზე ზის. წყალი შეიძლება რომ თხოვოთ ბოდიში. გამიშრა ყელში ბატონი იაგოს დამანგრეველი არგუმენტების ქვეშ. ხოცები გავაკრიტიკოთ, მოდი ახლა. ხო და არა, არ მინდა მე გადავწყვეტ. ეგეთი ხელკარგია. უბრალოდ მე ნუ მეოპარკებით, გიგასთან უნდა იდეო. უბრალოდ თქვენ გკითხეთ, ანუ ნებისმიერ ვისაც არ უნდა იყოს. არჩევანში საყურებლად მეც მირჩევნია რომ აქეთ ვიყო. მაგრამ ანუ ექიმი გადაგიწყვიტავს. ანუ მთელი ის ქაერში გაფრინდეს, რითიც დაიწყოს ლიბერტარიული დროშის კრევა. არაერთი განცხადება ვნახეთ თქვენი როგორი დებილები თუ არც შემეშალოს დეგენერატი იხმარეთ. იქნება ეხლა ეგ მოინანიო. იაგო. უბრალოდ ისეთი მე მგონია რომ ორივეს ბევრი რამე გაქვთ მოსანანია. მე ვაფშე არაფერი არ მაქვს პოლიტიკურად მოსანანიები. აბა მითხარით. სადმე თქვით რომ ერთნაირები ვართ მე და იაგო, მაგაზე გიჩივლებ თვითონ. ამას თქვენ თუ არ ამოჭრით, თქვენ ხალხის რეაქციით ბევრ ამის ისწავლით. მორჩით მე მგონი არა? არა, გამოჩნდა. ვიცი სად ვზივარ? ჰეითერთან და ჯალათთან დუაინტორიანტობის. ეს ვიცი. მე გამგონი მქონდა რომ მარიხუანას შეძენა გართულდა ამ დრაკონული ზომის მიმართ, რაც აუჭერ მხარს. დღევანდელი ბატონი იაგოს საქციელი შეიძლება მხოლოდ ამით აიხსნას. ეგეთი არ მინახია ნამდვილად რომ დისკუსია არ უნდა. მე არასდროს არ მაქვს მარიხუანას პრობლემა თქვენი თქო. მოგესალმებით, მე ვარ ანა ყაულაშვილი, თქვენ უყურებთ გადაცემა კამათობის მეხუთე ეპიზოდს მის მინეს YouTube პლატფორმაზე. შეგახსენებთ, რომ ეს გადაცემა გადის ყოველ ორშაბათს 22 საათზე და მისი მთავარი იდეა და მიზანი არის, რომ შევქმნათ სივრცე ახალი თუ ძველი სახეებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ მოსვლას, თავის პოზიციის დაფიქსირებას და ასევე არგუმენტირებული მსჯელობით მის გამყარებას, მათი პოზიციების გამყარებას ოპონენტის წინააღმდეგ წინასწარ მომზადებული განცხადებების გარეშე. ამ იდეის მთავარი მხარდამჭერი არის საქართველოს უნივერსიტეტი, ჩვენი გენერალური სპონსორი. გამარჯვება პროცესია. ცოდნა ფარია. იერარქია. ძალა. თქვენ შეგიძლიათ მხარი დაგვიჭიროთ ამ იდეის უფრო უკეთ განხორციელებაში, იმით რომ უყუროთ ამ ვიდეოს, დალაიქოთ, გამოყვეთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე, სადაც ასევე ვცდილობთ რომ შევქმნათ კონტენტი ამ თემებთან დაკავშირებით. დღეს გადავწყვეტეთ, რომ ჩვენი განხილვისაგან ყოფილიყო ნარკოპოლიტიკა, ამისთვის მოვიწვიეთ სტუმრები, რომლებიც კარგად არიან ამ საკითხში გარკვეულები და მათ შორის მყარი პოზიციაც გააჩნიათ. ეს არის იაგო ხვიჩია და ასევე გიგა ბოკერია. იაგო და გიგა, რიგრიგობით რომ თქვენი პოზიცია გაგვეცნოთ ძალიან მოკლედ, სულ რაღაცა ორ სიტყვაში და ასევე გაგვეცნოთ, გააცნოთ მაყურებელს თქვენი თავი. იაგო, თქვენით დავიწყოთ. მე არ ვიცი რა პოზიცია უნდა მე მგონი ჩვენ თუ ნარკოპოლიტიკაზე სერიოზულად ლაპარაკობთ, ნარკოპოლიტიკა უნდა განვიხილოთ საფუძვლიანად, მათ შორის რა ხდებოდა უახლოეს წარსულში, როგორც მოვედით აქამდე. და შესაბამისად მე არ მგონია რომ ჩვენ გამოგვივიდეს დისკუსია თუ ახლა დავაფიქსირებთ იმაზე წავა ჩვენი მსჯელობა. ეს არ ვიცი ჩვენი ჩართულია თუ რამდენი ხანი ძალიან მოკლედ ზოგადად რა არის თქვენ ეთანხმებით ლეგალიზებას, დეკრიმინალიზაციას ეთანხმებით და ძალიან არა, მოდი ჯერ მე მგონია რომ ჩვენ რაღაცნაირად ყველა მიცი ჩემ პოზიციას, სადაც რომ მე ლეგალიზებას ვეთანხმები როგორც ასეთი, მაგრამ რაღაცნაირად მინდა რომ თუ დისკუსია საფუძვლიანი იქნება, მოდი საფუძვლიანად გავარჩიოთ. აქამდე როგორ მოვედით და ახლა რა არის გამოსავალი. ისე ლეგალიზაციას რომ ემხრობენ მე ყველა მიცის. გიგა თქვენც? ანუ ლეგალიზაციას ოღონდ მოკლედ ლეგალიზაციას არ მაქვს საწინააღმდეგო არაფერი კი ბატონო, ხო ვიცით. მადლობა, კიდევ ერთხელ. მე არ ვემხრობი ძიმე ნარკოტიკების ლეგალიზაციას და არაფერს რაც შემაკავებელ ეფექტს შეასუსტებს და რაც ხელმისაწვდომს გახდის იმ ტიპის ნივთიერებებს, რომელიც იწვევს სწრაფ დამოკიდებულებას, სწრაფ დისფუნქციურობას, მიდრეკილებას ანტისოციალური და კრიმინალური ქმედების და რაც ზოგადად საფრთხესუთის საზოგადოებას, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის რაც ესეთი მიდგომა ავტომატური ყველა იმ ნივთიერების მიმართ, რომელიც შეიძლება იყოს მავნე ორგანიზმის, ალკოჰოლი მავნეა ორგანიზმისთვის, მაგრამ არის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია მისი მიღების, მარიხუანასთან დაკავშირებით უახლესი გამოცდილება გვაჩვენებს,
რომ არ იქნება იმ ხარისხის პრობლემა საზოგადოებისთვის, რომელიც გაამართლებდა ადამიანის პერსონალური არჩევანის თავისუფლების შეზღუდვას. ანუ სიმძიმეს გააჩნია და კონკრეტულ გარემოებებს. გასაგებია, მადლობა. ამ საკითხთან დაკავშირებით. მადლობა. თამაშის წესებს გაგაცნობთ და მაყურებელსაც გავაცნობთ. ჩვენ გვექნება რამდენიმე რაუნდი. ეს არის პირველი 5 წუთიანი შესავალი სიტყვის რაუნდი, სადაც შეგეძლებათ თქვენი პოზიციის დაფიქსირება და არგუმენტირებული მსჯელობით გამყარება. ეს 5 წუთი არის თავიდან ბოლომდე თქვენი და არავინ არ ჩაგეჭრება. შემდეგ გვექნება 20 წუთიანი სადისკუსიო რეჟიმი, სადაც დროის რეგლამენტი ამ 20 წუთის გარდა არ გვექნება. შეგეძლებათ ჩაჭრა ერთმანეთის საუბარში, კითხვა-პასუხის რეჟიმის გამოყენებაც და ასე შემდეგ. შემდეგ გვექნება 10 წუთიანი ეპიზოდი, სადაც მე დაგისვამთ კითხვებს თითოეულ თქვენგანს, 5-5 წუთად დაიყოფა და ბოლოს გვექნება შეჯამების ეპიზოდი, სადაც 2-2 წუთი გექნებათ და შეძლებთ რომ შეაჯამოთ მთლიანი დებატი, მათ შორის შეგეძლებათ გამოყოთ, რატომ ფიქრობთ თუ იფიქრებთ რომ თქვენი მხარე უფრო მოგებული დარჩა ამ დებატში. კამათელი უნდა გავაგოროთ იმისთვის რომ გავიგოთ ვინ დაიწყებს თამაშს. კამათელი ნუ აგერჩევინებინებთ, თუ შეიძლება ჩაწყობილია და პროფიტინგები. 5 და 4. იაგოს ერგოწილად დაწყება. სანამ დავიწყებთ ძალიან მოკლე განხილვას დავიწყებ ამ თემასთან დაკავშირებით მაყურებლებისთვის, იმიტომ რომ თქვენ რა თქმა უნდა ჩემზე ბევრად მეტი ისიც და არ დაგჭირდებათ ამ თემის განხილვა, მაგრამ ზოგადად კონტექსტი რო ავხსნათ მაყურებლისთვის, აქამდეც ყოველთვის აქტუალური იყო ხოლმე ნარკოპოლიტიკის საკითხი საქართველოში, ბოლო რამდენიმე წელი 10 წლეულიც ალბათ ყოველთვის აქტუალური საკითხი იყო, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე კვირის უფრო დღის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა მისი გამკაცრება. რა თქმა უნდა ალბათ ამაზე ვთანხმდებით ორივე მხარე, რომ სამივე მხარე არ ვიცი მე ობიექტურობას ვინარჩუნებ, რომ ეს არის გარკვეული ახალი ბერკეტის შემოტანა იმის, თუნდაც აქციის მონაწილეების გაშავების, თუნდაც ადამიანებისთვის კონტროლის მექანიზმის ახალი ბერკეტის გამოყენების და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ამაზე ვთანხმდებით, რომ არასწორია, რომ ნარკოპოლიტიკის ასე შეზღუდვა არ შეიძლება, თუმცა აქ მოგიწვიეთ იმაზე საკამათოდ და სადებატოდ, თქვენ რა გგონიათ სწორი. გვინდა რომ იყოს უფრო იდეური დებატი, იდეოლოგიის დონეზე ვიდებატოთ, ღირებულებების დებატი იყოს, რამდენად უნდა ირეოდეს სახელმწიფო, რა დონეზე უნდა ირეოდეს, რამდენად არის ეს საკითხი ადამიანის თავისუფლების საკითხი. ასევე მაინტერესებს თქვენ რომ გქონდეთ ძალაუფლება, რას გააკეთებდით კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. შეგვიძლია დავიწყოთ, იაგო, გთხოვთ. მოგესალმებით. იცით, ჩემთვის რა არის უცნაური, რომ მე ვფიქრობ, რომ ამ ბევრი რაღაცა ცნობილია უბრალოდ დებატებამდე. მაგალითად ცნობილია ის, რომ დღევანდელი ჩვენი დებატი რაც ახლა თქვენ მოყევით, კონკრეტულად რა შედეგი ეს იყო აქციების რაღაცა, კონტროლის მექანიზმი და ასე შემდეგ. და ვის როგორი წარმოდგენა აქ რო ძალაუფლებაში იყოს, ბატონ გიგა იყო ძალაუფლებაში. და ის მხარს უჭერდა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ნარკომომხმარებლების მიმართ. დღესაც არ ითხოვს და არ არის მომხრე ნარკოტიკების ლეგალიზაციის, როგორც მის პოზიციიდან ჩანს, ალბათ ახლა მის პოზიციას კიდევ უფრო მეტად გაშლის, მაგრამ მეც ვიცი მისი პოზიცია ამ შემთხვევაში როგორია. იმ პოლიტიკამ, რასაც ბატონი გიგა მხარს უჭერდა, ხალხი დახოცა. ჩემი აზრით, სრულიად უდანაშაულო ხალხი. ანუ დღესაც ხოცავს, მაგრამ იმ პერიოდში განსაკუთრებით ვინაიდან რაღაც განსაკუთრებული საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ქვეყანაში თითქოს უკონტროლო სიტუაცია იყო, ბატონმა გიგამ და მისმა მეგობრებმა გამოუცხადეს ბრძოლა ნარკოტიკებს და უამრავი ხალხი დახოცეს. ანუ ჩვენ სინამდვილეში ამ წუთას საუბრობთ იმაზე, ბატონმა გიგამ გადაიაზრა თუ არა მისი და მისი მეგობრების ჯალათური ნარკოპოლიტიკის შედეგი და დღეს რამე საკითხი არსებობს თუ არა, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, სადაც აი ამ ნაწილში მე გავიაზრე, მივხვდი რომ მართალი არ ვიყავი, შევცდი და ამ პოზიციიდან ლაპარაკობს, თუ ისევ იმ პოზიციიდან პირობითად რომ მაშინ იყო რაღაც განსაკუთრებული საჭიროება, ხალხი იყო მაშინ ცუდად აღზრდილი რაღაცა ფორმით, ჩვენ გვჭირდებოდა ასეთი ტიპის ბრძოლა ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში და განსაკუთრებით მე ამას ახლა იმიტომ ვეხები, რომ ნარკოპოლიტიკას ეხება უბრალოდ ჩვენი საუბარი, ნარკოპოლიტიკის ფარგლებში და ამას ფაქტობრივად მოყვა უამრავი ადამიანის დახოცვა. მე ვიცი რაღაცნაირად იყო საუბრები მასთან დაკავშირებით, რომ მაშინ ასე იყო საჭირო და ჩვენ ყოველთვის არ ვაპირებდით ამ ღონისძიების გატარებას. თითქოს ეს იყო ერთგვარი დროებითი ღონისძიება, მაგრამ ეს დაახლოებით მე რას მაგონებს, იცი რომ მე კი არ გამოვსწორდი და ამიტომ კი არ შევიცვალე აზრი. არამედ შენ გამოსწორდი, ჩემი ამ ტერორის შედეგად ჭკუა გასწავლე. აი ვინც არ დამიჯერე ის აქციე კრაკადელში კებად რაღაც საზოგადოებისთვის სამარცხვინო ადამიანები გავხადე და დანარჩენ ადამიანებს არ მოუნდათ ამ თემასთან გაკარება. აი ეს არის პოზიცია, რომელიც ნაცმოძრაობას ჰქონდა
ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში. ეს იყო ის პოზიცია, რომელსაც ბატონი გიგამ ხარს უჭერდა. ეს იყო ის პოზიცია, რომლის გამოც უამრავი რამე ფუჭდება ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ წარსულს რო აძახებენ ერთმანეთს და ახლა ისევ აბა ნაცები გინდათ? კი, ახლა ჩაგრავენ, ცუდად გვექცევიან, იმიტომ რომ ქართულოცნამ ხო ეს გადმოიბარა. და უბრალოდ ცოტა რომ მოუშვა კლანჭები, უბრალოდ დაიტოვა მექანიზმი, იცის. ამადგან იცის, როგორ მოუჭიროს, როგორ მოუშვას ამბერკეტებს, როგორ რა გააკეთოს და შესაბამისად ზუსტად ისევე მართავს წარსული შიშებით ამ საზოგადოებას, როგორც თავის დროზე ნაცმოძრაობა უშავებდა. უბრალოდ ტაქტიკაზეა განსხვავება. ვიღაცა უფრო ნაკლებად ბოროტია, ვიღაცა უფრო მეტად ბოროტია, უფრო მეტად უყვარს ხალხის წვალება, ვიღაცას უფრო ნაკლებად უყვარს ხალხის წვალება. ჩვენ ახლა ამ ნარკოპოლიტიკის შედეგებს ვიმტკით საბოლოო ჯამში, დღესაც იქ ვბრუნდებით და თუ რამე მინდა გავაგებინო მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველს, არის ის, რომ მათი გადმოყვანა მნიშვნელოვანი ამ კითხვას, არის ის, რომ აი ხალხო თქვენი მთავრობაც იქ ბრუნდება, სადაც ბატონი გიგა მოღვაწეობდა. და სწორედ ამიტომ ეს ყველაფერი რაც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ როგორც რისკები რაც ყოველთვის არსებობდა, ახლაც არსებობს და ყოველთვის იარსებებს. სანამ ვინმეს თავში აზრად მოუვა ნარკოპოლიტიკასთან და ნარკომანიასთან ნულოვანი ტოლერანტობით ბრძოლა. ბრძოლა და გამოსავალი არის ერთადერთი, რომ ყველაფერი იყოს კონკრეტული დათქმებით, კონკრეტული წესებით. ის კი არა ქუჩაში იყაროს და ასე შემდეგ. ლეგალური, იმიტომ რომ ყველაფერი პრეპარატია და ყველაფრის ლეგალურად მოპოვების ფორმა არსებობს პრაქტიკაში. და ჩვენ მართლა თუ რამე ნარკოპოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, პირველი უნდა გადავიაზროთ წარსული, უნდა ვთქვათ რომ შეგვეშალო. ხოცებს უნდა მოუსპოთ ეს არგუმენტი. ბატონი გიგა უნდა ინანიებდეს ამის შესახებ. მე არ ვიცი შეიძლება მღვდელთან მოინანია თუ არ მოინანია, მაგრამ აი ზოგადად რომ მოგეცეს უფლება რომ ვილაპარაკო ნარკოპოლიტიკაზე. მაშინ პირველი უნდა გაემიჯნო კვლელობებს, რომელიც ხდებოდა ნარკოპოლიტიკის სახელით ამ ქვეყანაში. ეს არის ჩემი საკითხი. მადლობა ყურადღებისთვის. გასაგებია, დიდი მადლობა. გიგა მე მგონი ბევრი გექნებათ სალაპარაკო, მაგრამ ასევე მინდა რომ თქვენი პოზიცია კონკრეტულად ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ესეც გააჟღეროთ, რას ფიქრობთ, რა გგონიათ სწორი და ახლა რო იყოთ ხელისუფლებაში, ახლა რას გააკეთებდით ამ საკითხთან დაკავშირებით. დიდი მადლობა, მე სწორედ ამაზე ვაპირებ ძირითად საუბარს, ჩემ პერსონალზე საუბარი პარტივია ჩემთვის და ჩემი შეფასება ისტორიული როლის და ჩემი პერსონალური ფსიქოანალიზი, მაგრამ მე მგონი რომ საზოგადოების უფრო მნიშვნელოვანი არის ხედვა იმაზე, რა არის სწორი გზა, რატო, რა არგუმენტებით მიგვაჩნია მე ან ჩემს ოპონენტს ესა თუ ის გადაწყვეტილება გამართლებული პრინციპიალურად, პრაგმატულად საზოგადოებისთვის, მაგ საკითხად შევეხები წარსულის, მაგრამ ყველაზე მთავარი საკითხი არ მგონია ეგ. პირველი, რატო ვარ წინამდეგი მძიმე ნარკოტიკების ხელმისაწვდომობის ზრდისა და მძიმე ნარკოტიკებში გულისხმობ იმ ნარკოტიკებს, სადაც საღიაძის ფარგლებში ყოველთვის ცნობილია, რომ ის იწვევს სწრაფ დამოკიდებულებას. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ და ასეთ გამონაკლისები არსებობს ყველგან და არ ექნებათ პრობლემა, მაგრამ გამოცდილება მათ შორის თავისუფალი ქვეყნების სადაც მოხდა de facto de jure dekriminalizაცია და de facto ლეგალიზაციაც კი აჩვენა, რომ ხარისხი პრობლემის იმდენად იზრდება, რაოდენობა ადამიანების საზოგადოებაში, რომელიც დისფუნქციური ხდება დამოკიდებული დანარჩენებზე შესანახად, რომ საფრთხეს უქმნის მთლიანად თავისუფალ საზოგადოებას. ეს უბრალოდ ფაქტი არის. და როცა მე მესმის ბატონი იაგოსგან სხვისგან რომ ყველაფერი ლეგალიზებული იყოს, ჰეროინი უნდა იყიდებოდეს მაღაზიაში და არ ითვალისწინებენ არც ერთ იმ შედეგს იმ საზოგადოებისა, სადაც ამ და ბევრად უფრო სერიოზულად მომზადებული არგუმენტებით მოხდა ამ ნაბიჯების გადადგმა, ეს უბრალოდ პასუხისმგებლობა არის ჩემი აზრით. ამიტომ პრინციპი გასაგებია, რომ იმ ნარკოტიკებთან მიმართებაში, სადაც არსებობს კვალიფიციური საღიაძის ფარგლებში კონსენსუსი, რამდენად სწრაფად დგება მძიმე შედეგები არა მარტო იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს შეეხება, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის. ხო, დისფუნქციურობით, კრიმინალით, ძალადობით და ასე შემდეგ. მეორე, მე სპეციალურად ხაზი გავუსვი, იმიტომ რომ მიმდინარე ამბავს აუცილებლად უნდა შევეხოთ. რაც დეკრიმინალიზებულია მოხმარებისთვის, ის უნდა იყოს ლეგალიზებული. არასწორია და დიახ სახელმწიფოს ნებისმიერ ხელისუფლებას უტოვებს არაჯანსაღ ინსტრუმენტებს და ორგანიზებულ დანაშაულს უტოვებს უზარმაზარ სივრცეს, თუ რაღაცა დეკრიმინალიზებულია მოხმარებისთვის და ამავე დროს მიწოდება არის კრიმინალური. და ეს ვითარება ნაჩვენე მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სამართლო მიიღო გადაწყვეტილება, ანუ ფორმალურად სამართლების საკონსტიტუციო ფარგლებში ეს საკითხი გადაწყვეტილი უნდა იყოს და ამის რევიზია აჩვენებს ამ რეჟიმის კიდევ ერთხელ ცინიზმს წესების კანონების მათივე მიერ აღიარებული კონსტიტუციის მიმართ და არაანგარიშვალდებულებას საზოგადოების მიმართ. მაგრამ პრინციპიალურად სწორად მიმაჩნია მარიხუანასთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს საფუძველი დღეს ვამტკიცოთ, რომ აქ არ არსებობს საკმარისი კრიტიკული მასა არგუმენტების და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რომ შეუზღუდო ადამიანს თავისუფალი არჩევანი რომ მოიხმაროს ეს. ისევე როგორც ალკოჰოლზე, რაც საუკუნეებია, ისედაც ცნობილი არის. რაც შეეხება მიმდინარე ამბავს, ამას მინდა შევეხო, არაფერი საერთო ივანიშვილის რეჟიმის მიერ ახლა აი ამ კამპანიის დაწყებას
რაც დაიწყო არ აქვს ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემის აღმოფხვრასთან. ეს არის ერთის მხრივ პოპულისტური რეაქცია იმაზე, რაც ნახეს, რომ ხალხს აწუხებს ის, რასაც ხედავენ, ნარკოდამოკიდებული და კრიმინალისადმი მიდრეკილი ანტისოციალური ახალგაზრდობის და არ მარტო ახალგაზრდობის, მაგრამ უფრო ახალგაზრდობის მიერ პრობლემები შექმნა სამეზობლოებში, უბნებში, მათ შვილებს რაც შეეხება, რაც ზალადობასთან არის კავშირში, ეს ნახეს და ამაზე რეაგირებენ. ყველა კვლევაში ამოვარდა ეს და ატყუებენ ხალხს, რომ ვითომ რაღაც აკეთებენ. მეორე მხრივ ისაც თქვენ ბრძანეთ, რომ ოპონენტების გაშევება უნდათ. ხო, ეს არის აქ სწორედ პრობლემა. რეალურად მიზეზები იმისი, რაც ხალხს აწუხებს, არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკაში. და რა თქმა უნდა, წარსულის პრობლემებშიც, წინა ხელისუფლების ჩემი ჯათვლით, მაგრამ ამ შემთხვევაში სპეციფიურად, იმიტომ რომ მათ მოახდინეს კულტივაცია საზოგადოების, სადაც ახალგაზრდობის შანსები კერძო სამსახურის შოვნის არის მინიმალური, პერსპექტივის განცდა არის ნულოვანი. პარაზიტიზმის წახალისება, პოლიტიკური ნეპოლიზმის და ბიუროკრატიის ზრდით არის ამ ნემს ესვავენ და მე რაც თავი ამ ქუჩის ჯგუფების და კრიმინალურ ჯგუფების ექსპლუატაცია მოახდინეს საკუთარი პოლიტიკური ამოცანებისთვის და ამიტომ ისინი ხელშეუხებლები არიან და შემდეგ მარტო ნარკოტიკების საკითხი კი არ არის, ზალადობის კლიმატის შექმნის სამეზობლოში, თემში და ამას ეს ამ ყველაფრის ძირი არიან თავად. მე არ მიმაშინე ჩემი თავი ექსპერტად და მიმაჩნია ეს არ არის მარტივი საკითხი ზღვრის გავლება, იმიტომ რომ ვიღაც მეტყვის მე აი რომელია მძიმე ნარკოტიკი, მე ვახსენე ერთი მაგალითი ხო რაც ცალსახადმძიმე ჰეროინი ვიცით, ხო? საღიაზის პრობლემებში და მარიხუანაც ვახსენე. მაგრამ მგონია რომ მიდგომა პრინციპალური უნდა იყოს, რომ აქ უნდა მოხდეს დახარისხება სერიოზული, რაც მაღალ საფრთხეს უქმნის, იქ უნდა იყოს დევნა მკაცრი მიმწოდებლებზე და გამსახურებებზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მეტიც რიკოს კანონიც უნდა ამუშავდეს ეფექტურად, რომელიც გულისხმობს მათთან დაკავშირებული პირების ტარგეტირებას, რაც ამერიკის შეერთებული შტატებმა გამოიყენა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ და მთლიანად კლიმატი უნდა გამოიცვალოს ქვეყანაში კრიმინალის, ორგანიზებული დანაშაულის, ქუჩის ან კრიმინალური კულტურის მიმართ. ეს არის რაც ხალხს ყველაზე უფრო მეტად აწუხებს, ვიცი ნაწილიც არის ასევე ნარკოტიკები და ბოლოს რაც შეეხება ჩემ პერსონალს ისე რომ გამოვიდეს დრო აღარ ყოფნის, მაგრამ ბატონ იაგოს ეხება ახალგაზრდაა და ეთქობა ვარდების რევოლუციამდე პერიოდი არ ახსოვს. რას ნიშნავდა მკვლელობები და რას ნიშნავდა მასობრივი კატასტროფა კრიმინალური სამყაროს ბატონობის და იმ განუკითხაობის და ქაოსის, რაშიც ნარკოტიკები მაშინდელი, ეხანდელი კლუბური ნარკოტიკების განსხვავებით პირდაპირ იყო გადაბმული კრიმინალთან, გადაჯაჭვული იყო კრიმინალთან და ამიტომ თუ სადმე ბრუნდება დღეს ეს რეჟიმი, ბრუნდება შევარანის პერიოდში. სადაც ვითომ ებრძოდნენ, თუმცა ეს იყო ინსტრუმენტი კორუფციის, პოლიტიკური ზეწოლის და არა რეალურად პრობლემების აღმოფხვის. ეს არ ნიშნავს დროს ვიცი რომ გადავწყვი, მაგრამ 10 წამს გამოვიყენებ. რომ მე მგონია რომ სწორი იყო ვარდების რევოლუციის მიერ გადმული ყველა ნაბიჯი. ხო, ბატონი იაგოს არ მივიჩნევ ჩემს სულიერ მოძღვრად და მუდმივად და მის წინაშე ახსარებას არ ვიტყვი, მაგრამ საზოგადოების წინაშე ნამდვილად მგონია რომ ის დრაკონული ზომები რომელიც იქნა მიღებული ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართებაში, ამან მოიტანა მძიმე შედეგები და მინიმუმ როცა გარდატეხა მოხდა კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლაში ის უნდა შეცვლილიყო. თავის დროზე. მაგრამ აი მაგის დრო გვექნება 20-იან დისკუსიაში. კი ბატონო, მადლობა. მოკლედ როგორც გავიგეთ, თქვენ ამბობთ რომ თუ მაგალითად ნულოვანი ტოლერანტობა იყო ნაციონალური რეჟიმის მმართველობის პირობებში, ამას ქონდა კონკრეტული მიზნები და არაფრით არ გავდა იმ მიზნებს, რაც აქვს ივანიშვილის ხელისუფლებას ახლა. შევარაძის დროს ებრძოდნენ ნარკოტიკებს, ქუჩებში პრაკოლებს ამოწმებდნენ, დაძლებდნენ, როგორც რეალურად. შეგვიძლია მოდი ჩავთვალოთ უკვე 20-იანი რეჟიმის და საუბარი. ბატონ იგას მე ვერ მოვედები ლაპარაკში, მაგრამ თუ მეცდიდა რომ კონკრეტულად საუბარი იქნება. მე გადავწყვიტე 10 წამი გადავწყვიტე და იაგომაც უნდა გადააწყვიტოს. კარგი, გიგა, რადგან თქვენ დაასრულეთ საუბარი, იაგო ეხლა თქვენ დაიწყეთ და ჩავთვალ მე 20-იან დროს. მე მგონი ჩვენ სანამ მართლა დღეს რას გავაკეთებთ იმის გადააზრებასთან გვაქვს წარსული გამოცდილება რაც ვიცით, მე მგონი ჯერ აქედან უნდა დავიწყოთ კარგად ამის გაზრდა. ბატონ გიგა რასაც ამბობს რომ მე ვეთანხმებიო ნაცები რასაც აკეთებდნენ ყველაფერს. ანუ მაშინ ქოცებს აი ამ პოზიციიდან ქოცი როგორ უნდა გააკრიტიკო. პლუს ამბობს რომ კიდევ რიკოს კანონის პრინციპები უნდა გავრცელდეს. იცით ეს რა არის რიკოს კანონი? აი რაც ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული კანონია, შენი ნათესავისგან, რეკეტისგან, რაღაცისგან რომ გადამალული ქონების ამოღება რო შეგიძლია. აი წარმოვიდგინეთ, დევნის კიდევ უფრო მასშტაბური ოპერაცია. ანუ აი ნარკოტიკებს რასაც დევნი დითო, საკმარისი არ არის, კიდევ უფრო უნდა ვდევნოთო. ხო და მე უბრალოდ ვერ ხვდები, ანუ ჩვენ ახლა მე ვსაუბრობ, ანუ ადამიანისეული პოზიციიდან, რომ მოდი ადამიანები არ დავხოცოთ. ანუ მოდით ისეთი ნარკოპოლიტიკა გავაკეთოთ, რომ ადამიანები არ მოკვდნენ. ეხლა დებატები გვაქვს თუ რიგები გვაქვს. ანუ და ბატონი გამბობს რომ მეტი უნდა დაგვეხოცაო. კიდე უნდა ვხოცოთო და ანუ ეს რა არის ცივილური. თქვენ ასეთი დებატები გაქვთ მიზნად? ანუ ქოცები როგორ უნდა გავაკრიტიკოთ ამ პოზიციიდან, როდესაც ბატონი გიგა რომელიც ბიზნეს ჩამოგდებას აპირებს და თვითონ მოსვლას, ამბობს რომ კიდევ უფრო უნდა გავაკაცროთო. მაშინ თუ მე კარგად რაღაც ვერ გავიგე, იქნება ამიხსნა. კი, უნდა აგიხსნათ აშკარად. ჯერთი კლავს მაგალითად ფენტანილი. კლავს ადამიანებს და დიახ, ვინც ფენტანილს ურევს ამ ნარკოტიკში და ამას ასაღებს, ის იმსახურებს სასჯელს.
და შემაკავებელი ეფექტი თუ არ არსებობს და დღეს ფაქტობრივად შემაკავებელი ეფექტი ამაზე არ არის, იმიტომ რომ მათ პრიორიტეტი არ ქონათ და ეხაც მხოლოდ პოპულისტზე წევიან და ოპონენტების გაშევებას, ეს იწვევს სიკვდილებს. ნამდვილად. უდავთ იწვევს სიკვდილს. ეს არ არის ჩემი მოგონილი ამბავი. ის რეალობა რაც 90-იანებში არსებობდა და რომელშიც ჯერ ბოლომდე არ დაუბრუნებულად ის ისეთი კატასტროფა იყო, აწუხებდა ყველას, მათ შორის ნარკოტიკების მომხმარებლებს თვითონ და მათ ოჯახებს. და მთელ მსოფლიოში, ამიტომ მარტო ჩემი და ჩვენი გამოცდილება ხო არ არის, რომ ჩვენი ადამიანები სხვის გამოცდილებიდანაც სწავლობდნენ, ხო? ანუ ის რაც მოხდა ეხლა დიდარ თავისუფალ გამოცდილების მქონე სამართლებრივი ტრადიციის მქონე ქვეყნებში, ხო? კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოში, ორეგონში, პორტლენდში, სადაც ეს ექსპერიმენტი ჩაატარეს, ხო? დეკრიმინალიზაციის იმ არგუმენტებით ნაწილობრივ ოღონდ მთელი პატივისცემის მიუხედავად, ბევრად უფრო კვალიფიციურად ჩამოყალიბებული ვიდრე ბატონმა იაგომ ჩამოყალიბა, რომ აი დევნა იწვევს ზდას, პატიმრობის იწვევს ციკლს ამ ადამიანის ჩაკეტვის და მოდი დავეხმაროთ და ფული უზა, ამას არის ფული დახარჯეს. და ამის შედეგებია იყო არის დღეს ის, რომ საზოგადოების განსაკუთრებით ის ნაწილები, სადაც ეს პრობლემა იყო, მაგალითად რასობრივად დაყოფილი აფრო-ამერიკელებში, ისინი თხოვენ ყველაზე მეტად ამის შემოტრიალებას ორეგონში, პორტლენდში. რატო? იმიტომ რომ ნახეს კატასტროფა, რაც ამ საზოგადოებაში მოხდა ამის შედეგად, რომ მე ეს ციკლი ვეღარ ჩერდება. ხო, იმიტომ რომ მე ადამიანს უნდა დაეხმარო, ერთი მანდაც პრინციპია ხა ადამიანი თუ ნარკოდამოკიდებული ხდება და მას უნდა მოუარო საზოგადოება, ხო არ მოკლავს, ხო მართლა რომ ცუდად თორს არ და ყდება. ანუ სხვა ადამიანებმა საკუთარი ჯიბიდან რომ გადაიხადონ ფული იმის გამო რომ სხვა ის არის, ხო? ამიტომ როცა ლაპარაკობ ზოგადად ამ პრინციპზე თავისუფლების, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანები ცალ-ცალკე კუნძულებზე არ ცხოვრობენ და თავისუფლება ის, რასაც ბატონი იაგო და მისი პოლიტიკური გუნდი ხშირად ასახელებს ხოლმე მის მთავარ ღირებულებად, აბსტრაქტულად არ არსებობს ორგანიზებული საზოგადოების და სახელმწიფოს გარეშე. და ამ საზოგადოებაში კონკრეტული ვითარებები იქმნება, სადაც საფრთხე რეალურია. ზოგადად თავისუფლმა სამყარომ ჩვენ ცუდ გამოცდილებას თავი დავანებოთ. შემოიტანა შეზღუდვები ნარკოტიკებზე საკმაოდ გვიან და მათ შორის მას შემდეგ რაც პრობლემა დაინახეს. ესე კი არ იყო რომ მოი შეზღუდვა შემოიტანეს და ამან შექმნა პრობლემა. ხო, ბევრი ისტორიული მაგალითია ჩინეთის, ხო, როცა მიიღეს გადაწყვეტილება და უახლეს მაგალითები ეხლა მოვიყვანე. ეხლა რაც შეეხება ისევ ამ ჩვენ რა თემასაც მე კიდე მინდა რომ დაუბრუნდე, თუმცა ჯერ ეს მინდა ამოწურო, იმიტომ რომ მგონია რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია ბევრად უფრო ვიდრე რომელიმე პოლიტიკური ხელისუფლების მინუსებს შედარებით. მულოვანი ტოლერანტობის სლოგანი იყო სლოგანი კრიმინალის წინააღმდეგ, ძალადობის წინააღმდეგ პირველ რიგში. და მისი მთავარი გამოწვევა მდგომარეობდა იმაში, რაშიც მგონია რომ გადააზრება თუ რამე საჭირო იყო ეს არის და რაც უნდა გადაწყდეს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ პირველ რიგში ეს არის დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობაში. ხო, რაც იყო ყველაზე დიდი ცოდვა პოლიტიკური ჩვენ წინამგუნდის და რაც იყო ცოდვა ყველა ეტაპზე, ხა უყვართ ხოლმე ოცნების პროპაგანდას და ბატონი იაგოც მას არის აყოლილი ამ პრობლემის წარმოჩენა, ვითომ ვარდების რევოლუციის მერე გაშთა, მაგრამ ეს არ ცვლის იმას, რომ ეს პრობლემა არ გადაწყდა და როცა ხელისუფლება ეფექტური ბრძოლას იწყებს რამის წინააღმდეგ და სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, ამას მოყავს ის შედეგები, რასაც მერე პროპაგანდისტები იყენებენ ხოლმე ქართული ოცნების და ბატონი იაგოც სამწუხაროდ ერთ ხმაში არის მართლა. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ რასაც მე უყურებ. ზოგად ამბავზეც რო თქვა იაგო, კარგი იქნებოდა. ჩემ პოზიცია ისედაც ყველა მიცის ზოგად ამბავთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, არგუმენტები, თორე პოზიცია კი. ანუ საგრძნობ ბატონი გა რაზე მეუნება, რომ მე ნულოვან ტოლერანტობასთან დაკავშირებით ქოცების პროპაგანდასთან ვარ დაყოლილი და ესენი იყვნენ მთიანი ანგელოზები. და ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და ის არ ამბობთ რომ მთიანი ანგელოზები. არა, მეც არ ყოფილი რა შუაშია ეს. ბატონი უნდა რომ ესე იყოს. ანუ სადმე ყოფილა უარყოფა რომ რაღაცა შეგვეშალა ხალხი გამოსწორდა. ახლა თქვა რომ არ გისმენთ ბატონი იაგო და იმიტომ. ჩვენ ცოდვა იყო თუნდაც ის რომ სასამართლო მოსმენა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია დებატებისა. ახალგაზრდები ხართ და სანამ მართლა ერთადერთი სლოგანი ის არის, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, ჯობია რომ ისტორიას გაეცნოთ. რასაც ახლა ბატონი გიგა კეთილშობილურ სახით ყვება, აი იცით როგორია, რომ აი ჯალათი რო ყვებოდეს სინამდვილეში თავის ხერხლებზე. რაღაცა რა მიზნები ქონდათ კონკრეტულად, როცა ამ კონკრეტულ ადამიანებს ხოცავდნენ, რა კეთილშობილები იყვნენ მაშინ, როცა დიდ სამშობლო მიზანს ემსახურებოდნენ. და ამ აი თვალს და ხელშუა ჩვენი დისკუსია სინამდვილეში მიდის იქ, რომელს მე ბატონ გიგას აქეთ შეიძლება მე დამადამ გიგას წარსული ახლა არ არის მნიშვნელოვანი. ახლა ჩვენ საუბრობთ ნარკოპოლიტიკაზე. გასაგებია რომ თქვენ არ მოგწონს. არა, მე ჩემი ძლია არგუმენტები არ ყოფნის თავარ საკითხზე. კი, აი მაგას ვეუბნები. მას აქ ელექტრონული იცით თუ არა რომ ეს საუბარი არის ადამიანის შორის. წამყვანთან კი არა დებატები. უპასუხებ. თქვენ იცით თუ არა რომ ამ წუთას ეს დებატები მიმდინარეობს. ნარკოპოლიტიკის და გლუვან ტოლერანტობის ერთ-ერთ ჯალათს და მეორე ადამიანს შორის, რომელიც ანგელოზია ამ თვალსაზრისით. რაც მოიდა მის მერე ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მომხრე. ჩემ პოზიციაა ფაქტია, ამიტომ გეუბნებით, სულელად რო არ გამოჩნდეთ, ისტორია ისწავლეთ.
ოღონდ ეს არ ამბობს. სულ ყველა გამოჩნდება კი არა. ბატონი აგო. ეს რომ არ იცოდეს, ბატონი აგო, წამყვანთან კი არა გაქვთ დებატები გაქვთ. შენთან და საზოგადოებასთან. კარგი, მოდი მე ვიტყვი იმას, რომ პატერნალისტური ჭყვის დარიგება თაობაზე და ასაგზნითება გაჩვენებს როგორი პრობლემაა პერსონალში ახალგაზრდა არ ახსოვს ამ თომდე ისწავლა. გავიგე, თქვენ არ გახსოვთ არაფერი, საერთოდ რომ გისმენდით, ნიშნავს რომ არ საიდან მოხვედით, ანუ გაქვთ კონკრეტული პოლიტიკური ამოცანა და მე მესმის ეს ამცნო რომ გქონდეთ რომ ოცნების მომხრედ მიიმხროთ. ეს ლეგიტიმური ამოცანაა. ამისთვის უნდა ლამაზო წინა ხელისუფლება არაადეკვატურად პერსონალურად მე უღუნ იმ საკითხზე არაადეკვატურად. იცით მას რა გამოიწვიეთ? რა დახოცეთ იცით რა იც? რამდენიმე წამოწოლება, ტოლერანტობა დანაშაულს. ერთი წუთი. მაშინ ესე ილაპარაკე, რომ იცოდეს. აქ არა მნიშვნელობა თქვენს ოპონენტებს. მოდი პირადად მუდა ეს შეუძლებელია გეგრეიკოს. როგორ შეიძლება არ ხონდეს მნიშვნელობა? ამ სისულელეს როგორ მელაპარაკები, რომ არ აქვს მნიშვნელობა და ვიზის. კონკრეტულად ნარკოპოლიტიკაზე და თქვენი არგუმენტების მოსმენა გვინდა. მე ნარკოპოლიტიკაზე ვაქ არგუმენტები დაფიქრდი. ახლა თქვენ საუბრობთ. არა, ნარკოპოლიტიკაზე ვსაუბრობ. ოღონდ უნდა მივხვდეთ ამას. თქვენი ოპონენტის წარსულზე. გასაგებია რომ არ მოგწონთ, გასაგებია რომ არ ეთანხმებით, გასაგებია რომ მკვლელი გქონდეთ. მე გაქვს სასწავლო. გთხოვთ გასაგებია, მე 23 წლის ვარ მოვასწრებ სწავლას. თქვენ ხო გაქვთ? მაგრამ საჯაროდ როცა საუბრობ, ნებისმიერ დროს გევალება რომ რაღაც ისწავლო. თქვენ უკვე გაქვთ, მე ჩემი პოზიცია აქ ჯერ არ დამიფიქსირებია. არც მომითხოვია. მე უნდა დამესხა თავს, იაგო, წამყვანს კი არა. თუ გინდა, აბა რა გინდა? ბატონო იაგო, მე აბსურდში გადადის. თქვენი დრო არ არის, ჩემი დროც არის, ეს არის საერთო დისკუსია, მე აქ ჩემი აზრი არ დამიფიქსირებია, არც ფაქტის სახით რამე მithქვამს ან უარყოფ არ გამიკეთებია არც ერთი ფაქტის, ბოდიში გრამატიკული შეცდომისთვის შეიძლება მოუვიდეს გაუნათლებელ თუ განათლებულ ადამიანსაც. იაგო, თქვენ აქ მოგიწვიათ იმისთვის, რომ თქვენი კონკრეტული პოზიცია არგუმენტირებულად დაიცვათ და არა ის, რომ თქვენი ოპონენტის წარსული ქერქოთ. გთხოვთ თქვენი არგუმენტები, რატომ უნდა იყოს აბსოლუტურად ლეგალური ნებისმიერი ნარკოტიკის? იმიტომ რომ იგივე არ მოხდეს, რაც ამათ ჩაიდინეს. გესმით, ანუ ჯალათობა და ბოროტება რო არ მოხდეს საქართველოში. ანუ საქართველოში მოხდა რომ ხო ნარკოტიკების ლეგალურად თქვენ იცით დუალ ტოლერანტობის გამო რამდენი ადამიანი იჯდა ციხეში? მათი რამდენი პროცენტი იყო ნარკოპოლიტიკის გამო? მე რა ვიცი, ეგ არ არის აქ მნიშვნელოვანი. მაყურებელს გეკითხება გასაგებია, ახლა რაც ხდება იმაზე ვისაუბროთ და მაგაზეც მივალ კაცო რა შუაში ახლაც იგივე არგუმენტით ვფიქრობ. ახლაც იგივე არგუმენტით ვფიქრობ, რომ ბატონ გიგას რაც უნდა ის არ იმუშავებს. იმიტომ ერთხელ ნახეთ და ხალხი დახოცეს, გესმით? ამის გამო. ეგ გვითხარით, სხვა უფრო მეტი არგუმენტირებული მსჯელობით ეგ გაგვაგებინეთ. როგორ რა არგუმენტირებულად უბრალოდ წაიკითხეთ ვიდეოები გადაახვიეთ, ხალხს კითხეთ რა ჩაიდინეს. ხო და ეს პოლიტიკა გიგას კი არ არის მკვლელი ადამიანურად. ის პოლიტიკა, რასაც ხარს უჭერდა, ამას იწმევდა, გესმის? გასაგებია, ბატონო, გიგამ ხო ასეთი არგუმენტი. ადამიანი რომ მიიღებს რაღაც ბოდიში, რაღაც კონკრეტულ ნარკოტიკს რომ მიიღებს, რომელიც თქვენი აზრით არის მის თავისუფალი ნება, ამით შეიძლება საზოგადოებას შეექმნას პრობლემა. ამაზე გაგვეცით პასუხი. რა ისმის საზოგადოებას შეექმნას პრობლემა? ის რომ მაგალითად მამაჩემმა მიიღო ნარკოტიკი, ხო გახდა ნარკომანი, ის მხოლოდ თავისუფლებას დის ფარგლებში არ მოქმედებს. ასე იმან გადაწყვიტა შემდეგ მოიპაროს, იძალდოს ადამიანზე მაგალითად. ეს ხო ნიშნავს იმას, რომ თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ ნარკოტიკების საერთოდ. ანუ ზოგადად არ იცით რაზე ლაპარაკობთ, გესმით? რაღაცა შიშებს, რომელიც გადმოგა და საკუთარ მკვლელობას აპრავებთ ამით. მე არავინ არ მომიწევს. ამყვანიდან თავარ ჯალას. გიგა თქვენ გისმენთ? უფრო წონადი მაინც არის ამხელა ბოროტებას უცემაშო მეტი პატრიონასზე ბოროტებას, ხო? მოდი ესეთ რამე თქვა. საქართველოს ჩვენი სამშობლო ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს დიდი სამყარო, რომელიც ბევრ საკითხში ჩვენზე წინ არის. ხო, ანუ იმიტომ რომ საბჭოთა რუსეთის ბოროტების იმპერიის ქვეშ ვიყავით 30 წელია დაუბრუნეთ დამოუკიდებლობა, ბევრი თვალსაზრისით გადაწყვეტილების მიღება ჩვენ თვითონვე არ შეგვეძლო, ამიტომ გამოცდილება იმ ქვეყნების რომელიც ბევრად წინ იყო და ამ ჯოჯოხეთში არის ხო, არის მნიშვნელოვანი, ხო? ეს გამოთქვა რომ ერთხელ ვიხმარ და მეორჯერაც ვიხმარ რომ ადამიანი ჭკვიანი ადამიანი სხვისი გამოცდილებიდანაც სწავლობს, მაგრამ თავიდან თავისით არაო, მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს მაგალითები იმ ქვეყნების, სადაც თქვენი შეფასებითაც თუ კი არსებობს გამოცდილება თავისუფალი საზოგადოების კაცობრიობის ისტორიაში, ამის საუკეთესო მაგალითები არა იდეალური, მაგრამ საუკეთესო. იქ ეს დისკუსია იყო მსგავსი არგუმენტები უფრო დახვეწილი, მესამეჯერ უსახავს ვიდეო თქვენ ეს აქ ჯერჯერობით მოახდინეთ და იქნა გადადგმული ის ნაბიჯები, რაზეც თქვენ საუბრობთ ძიმე ნარკოტიკებთან მიმართებაში. რომ მოდი, აი ამ არგუმენტებით, ჰუმანიტარული არგუმენტებით, მათ შორის ლიბერტარიანული არგუმენტებით, პერსონალური თავისუფლების არ შევეხოთ ამ ადამიანებს და საერთოდ დე-ფაქტო ლეგალიზება მოვახდინოთ. და შედეგები ვნახეთ დღეს უყურეთ რომ ძიმეა და ამ შედეგებს სხვა შორის რუსული პროპაგანდა და ოცნების პროპაგანდა იყენებს ზოგადად თავისუფლების წინააღმდეგ და გეოპოლიტიკური და ჩვენ დამოუკიდებლობის იდეის წინააღმდეგაც.
ამაზე უნდა ვისაუბროთ, რომ ეს რეალობა არსებობს. ბატონო იაბო. ამაზე პასუხი თუ არ არის, გამოდის რომ უბრალოდ ხა ჩემ პერსონაჟზე სასაუბროთ და ჩვენი უახლესი წარსულის პრობლემებზე სასაუბროთ ხართ მოსული. კი ბატონო, ამ დებატებისთვის დათავარ არასდროს არ გავქცევიო რა მას, არც ნულოვანი ტორრენტების ამბავს ეხლაც მიმაჩნია, რომ კრიმინალთან ძალადობრივ კრიმინალთან ბრძოლისას შემწყნარებლობის არარსებობა არის სწორი პოლიტიკა. არა ნარკომომხმარებელთან პირიქით შეცდომად მიმაჩნია და მძიმე შეცდომად. ის რაც ხდებოდა ჩვენი ხელისუფლების დროს. ოღონდ ვითვალისწინებ იმას და ეს მომავლისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორ შეიძლება ამის გადაჯაჭვა მოხდეს და ეს რეალობა დადგეს. რაც გქონდა ამ ქვეყანაში 90-იან წლებში, რაც ბატონო იაგოს არ ახლოს ან არ უნდა რომ ახსოვდეს. მაგრამ იქნებ ამ პინგ-პონგიდან წინა ხელისუფლების და სისხლიან 9 წელზე ლაპარაკისას, რაშიც ბატონო იაგო ერთ-ერთი ოცნების პროპაგანდის ხაზზე ზის. გადავიდეთ მართლა ამ არგუმენტების გაცვლაზე. რა არის სწორი გზა მომავალში? ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, დრაკონული მეთოდების გათვალისწინებით, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, იმის გათვალისწინებით, რაც შევარდნაძე აკეთებდა იქამდე, რაც ხდება დღეს და რაც თავარია, რაც ხდება იმ ქვეყნებში, სადაც ეს პოლიტიკა სადეს და სადაც ვერც ბატონო იაგო იტყვის და ვერავინ, რომ დისკუსია არ იყო თავისუფალი, ან სერიოზული ინსტიტუტები არ არსებობდა, ვიც ამაზე მუშაობდა. და მე მოვიყვარე ამის მაგალითები. აი ეგო, ამას რომ შეეწინააღმდეგოთ, აი ხლა რაც ისაუბრა გიგამ და არა იმას თუ რას საუბრობდა 12 წლის წინ. რას შევეწინააღმდეგო? არ უსმენთ. აი რას? კი უსმენდი, მაგრამ თქვენ რა გაიგეთ? ანუ თქვენი შეკითხვა რა ვერ გაიგეთ? რას არ უნდა იაგო დებატები აშკარა. ბოდიში რა ხარ ესეთი მაგალითად მე აგიხსნით ანუ გამიშრაყოში ბატონო იაგოს დამანგრეველი არგუმენტების ქვეშ. თქვენ მაგალითად გაიგეთ? თქვენ ამბობდით რომ არ მგონია რომ ბატონი გიგა რომელიმე ცოდვას ინანიებდესო. ამ წამს ბოლო 1 წუთის განმავლობაში ამბობდა რომ ნაციონალური მოძრაობის დრაკონული კანონები ესე ახსენა ესე იგი ინანიებს ესე დრაკონული რომ ჩემს საკითხზე გადაიყო რომ დააბრუნეთ პოლიტიკაზე. მე ვერ გავიგე. რადგან ამბობს რომ ეს კანონები იყო დრაკონული, მგონი ცხადია რომ არა რა შუაშია კაცო, დრაკონული იყო საჭირო იყო. მანამდე არ მოусმინეთ მართლა კაცი რას ამბობს. არა მე არ უსმენდი, უბრალოდ ვაზოვარ ორიენტირებული. ისე მაგაზე კიდე გადაყარა. მაშინ აგიხსნით. მოდი გადავიდეთ. არ მჭირდება ახლა და მე მინდა რომ თქვენი აზრი დააფიქსიროთ კონკრეტულად ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. ხოცები გავაკრიტიკოთ, მოდი ახლა. ხო და გისმენთ რა 7 წუთია სუდარჩენილი. ხოცურ პოზიციაც იცავს ბატონი გიგა. ამიტომ აკრიტიკებ ხოცურ პოზიციას, იმიტომ ხოცები ამას შვებიან. თქვენ დააფიქსირეთ არა ხოცურ ხო და მივალბოთ, ახლა ჩემ პოზიციას დაფიქსირებამდე. ბატონი 3 წავიდა. კი, 2 წუთი მჭირდება ჩემ პოზიციას დასაფიქსირებლად. და საერთოდ თქვენ 4 წუთამდე აი 4 წუთი თქვენ დამაკარგინეთ. ჩემი სურვილი არის და ჩემი უფლება არის 20 წუთიან ეპიზოდში მე ჩავერიო. მე უფრო დროს უცნობი არ გავშ მე გთხოვთ რომ არ შევშალოთ ხელ. აი მაგალითად, აი მე ხო როდესაც ბატონ გიგასთან მე კი არა თქვენ უნდა გქონდეთ შეკითხვები. როდესაც მაგალითად საუბრობს როგორც წარმატებაზე, რომ როგორც წარმატებაზე კი არა, როგორც საჭიროებაზე, რომ ფენტანილები და რაღაცებს ებრძვიან. სინამდვილეში ამათმა გააჩინეს ფენტანილები. ამათმა გააჩინეს ბიო, ისევე როგორც დღევანდელი ხელისუფლება. აჩენს ბაზარზე ბიოს, ფენტანილს. ადამიანებს სვამს წიწვზე და კრაკადილზე. ამ პოლიტიკის შედეგად, რასაც აკეთებდნენ. და მე უხარიათ, რომ ეს ადამიანები ცუდად გამოიყურებიან და საზოგადოება მათ არ ბაძავს. ეს არის პოზიცია გესმით, რომელსაც თქვენ მეკითხებით. რას გულისხმობთ, როცა ამბობს, რომ თვითონ შექმნეს? თვითონ შექმნეს ამ წარმოდგენით ის ბატონმა გიგამს ან კარგად იცის ამ პოზიციით მოძრაობდა ნაცები. ამ წარმოედგინეთ, რომ ეს არის პოზიცია, რომლის მიხედვით შენ ანადგურებ ყველაზე ბაზარზე არსებულ ყველა შესაძლებლობას, ყველა სიჭერ კი არ ძვირდება ახლა. ეს მიზანია ის იყო? ნახეთ. ვიღაც ადამიანები ამ შემთხვევაში ვინც არიან ნარკომანები, რომლებიც იძულებულები არიან გადავიდნენ კრაკადილზე, ვინტზე, წიწვზე და რაღაცზე, რომლის გამოც იბრიდებიან, გესმით? იაგო, ეს არის ჩვეულებრივი კაუზალური კავშირი. მე ზოგადად არ დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია, მაგრამ მე მგონია რომ როდესაც ნარკოტიკების ლეგალიზაციას არ ემხრობი ამ დროს ზოგადად ნებისმიერ ერთმეც შემიძლია ჩარევა. ზოგადად ადამიანები ესე იქცევიან სახლის პირობებში აკეთებენ თუნდაც კრაკადილს. ეს არ არის ნაციონალური მოძრაობის პრობლემა. ეს ზოგადად ესეა მთელი დამოკიდებულება. ჩემ კითხვას შეიძლება მე ესე მგონია. შევიჭრა. ბატონო ამსტერდამში რო იყოთ კრაკადილზე ჩალის არ დაიწყო. ბატონო იაგო რატო არის საქართველოს ხო არის, მაგრამ საქართველოს იქნება შანხაი ერთი და იგივე იქნება სიტუაცია. ბატონი იაგოს არც უთქვია ეგ, მაგრამ მე ვიცნობ ამ არგუმენტებს. პორტუგალია მოყავთ მაგალითად, რომელმაც ეს გაწყვეტილება მიიღო. ბატონო იაგო იქიდან გამცეს. რატო გაიზარდა და რატო არის ეს დისკუსია დღეს არ აქტუალური, რომ იქ სადაც ეს ნაბიჯები გადაიდგა, რაზეც თქვენ საუბრობთ და ბევრად უფრო კომპლექსურად და სერიოზულად და სადაც ამის რესურსებიც არსებობდა, რატო გვაქვს ეხლა ისევ სურათი ზრდის სიკვდილიანობის და რატომ იღებს ის საზოგადოება ისევ გაწყვეტილებას, რომ შემაკავებელი ეფექტები უნდა არსებობდეს იმ ნარკოტიკებზე ხას უსვავ, სადაც დამოკიდებულების გაჩენა არის სწრაფი და სადაც შემდეგ ამ დამოკიდებულების გაჩენის შედეგად
დეგრადაცია ადამიანის ყველა შემთხვევაში არა, მაგრამ ბევრ შემთხვევაში არის პროცენტი არის მაღალი. რატო ხდება ეს? თუ ასეთი მარტივია ეს გამოსავალი. იმიტომ რომ თავისთავად ლაპარაკი იმაზე რომ მოდი სადოთ რომ სადაც კი შანსი არსებობს ნებისმიერი საზოგადოება და სახელმწიფოიდან გამომდინარე არ ჩაერიოს ადამიანის პერსონალურ არჩევანში რა ნივთიერება უნდა მიიღოს არის სწორი პრინციპი და მე ამ პრინციპის ვჯერა ბატონო იაგო რასაც არ ვფიქრობდეს ჩემზე მე ამის ვჯერა მაგრამ მე არ ვჯერა იმისი რომ ეს ერთადერთი პრინციპი არის და ამიტომ მყავს მაგალითები იმ სამყაროდან სადაც ინსტიტუტები ბევრად უფრო განვითარებულია სადაც დისკუსია იყო ღრმა და სადაც ეს ექსპერიმენტი ჩატარდა ან ეხლა მიმდინარეობს ხო შემთხვევით კი არ მოვუყარე პორტლენდის მაგალითი იქ პირდაპირ დემოკრატიის გზით უმრავლესობამ გადაწყვიტა ეს ნაბიჯი მე მინდა მომისმინო არგუმენტები ამაზე იქ რა დამარცხნოს კიდევაც ან მე კი არა საზოგადოება მომავლისთვის ბატონმა იაგომ რომ არ არის საჭირო დიფერენციაცია ნარკოტიკებს შორის არ უნდა იყოს ერთნაირად უნდა იყოს აი მარიხუანა და ჰეროინი ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ფენტანილი და რომ ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს ხო ზოგადად ბაზარი მგონია ყველაზე კარგი რეგულატორი, მაგრამ არა აბსოლუტური, როცა საზოგადოების ორგანიზმულ ცხოვრებას ეხება საქმე. ეს შეეხება არა მარტო ნარკოტიკის, ბევრ სხვა რამეს, თუმცა არ მოგვეცდა საშუალება ბატონო იაგომ სხვაგან წაიყვანა დისკუსია. მაგრამ მე თან მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევაში, რომ ბატონო იაგომ კი, თქვენ შეიძლება უბრალოდ თქვენ ამბობთ ხოლმე რას ვუპასუხოთ. იმიტომ არ მაძლევს სიტყვას, რომ არ მინდა პასუხო. ჩემი პასუხისმგებლობა არის თქვენი თავისუფალი შესაძლებლობა. აი, გავაგრძელებ იმ დისკუსიას, რომელიც არ გამასულებია. რა მაშინ რატომ აწყვეტინე? მე არ მიყვარს თოცა მაწყვეტიებენ. ნახეთ, დღესაც იგივე ხდება. იმიტომ რომ დღევანდელ პრობლემებს და იმიტომ რომ აქ მოდერატორი, ჩემი ფუნქცია არის ეს, რომ არ ვილაპარაკოთ ნაცების პრობლემებზე და დრაკონულ კანონებზე. ეს არის ნარკოპოლიტიკის პრობლემები. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ საიდან იწყება ეს. დამწუხას ანუ იწყება 2003 წლიდან. იაგო მე მიფასე 2003 წლიდან ნარკოტიკების პრობლემა. არა, იწყება ნარკოტიკების პრობლემა ამ ქვეყანაში. ამიტომ ამერიკაში კომუნისტები ხო არ იყვნენ? ხო? საქართველოს საქართველოს წელს გეტყვით დაუჟე 20-იანი წლებიდან იწყება მე ხო და მიზეზი კომუნისტები ნარკოპოლიტიკა როცა თქვენაირმა ხალხმა გაიმარჯვა იქ და ჩათვალეს სწორად იქამდე არის თო ნარკოპოლიტიკა იქამდე არის ხო რომელი ხალხმა გაიმარჯვა მანდაც გეშლება რეალურად რეგულაცია და მე ჩემ გადასაწყვეტია და ინტერაქტულად იაგო ეგეთი ხელკანიანი არ უნდა იყოს დაფიქრდით რა საკეთებ მათე მე მოასწავლე თქვენზე ვიფიქრე თუ არ ვიფიქრო ესეთ ხელკანიანი არ უნდა იყო იაგო სერიოზულ საქმეს შეჭირებული ხარ გინდა რომ შეცვალო ეგეთ რაღაცა ეხლა ესე დადნეა კამაჩი ხوار შეიძლება კაცო აბა გამეცი პასუხი გეუნე მარხებ რაღაცას ახლა ნახე რო გითხრათ ანუ დღევანდელი პრობლემა ხო არის რა მგონია მე პრობლემა რაღაცა მაიმუნობა კი არ მგონია პრობლემა მგონია ის რომ კანაფთის თემასთან დაკავშირებით რაღაც რომ მოხდა ახალხი გადავა ბიოზე გესმის და ადამიანები დაიხოცებიან იმიტომ რომ ბიო პრობლემა 2018 წლის მერე როგორც ასეთი არ ყოფილა კანაფის ლეგალიზაცია მოაგვარა ახლა არ ვიცი თქვენ რამდენად უყურებთ ამ ბაზარს და ხედავთ ან მეგობრები ყავთ ამ შემდეგ იცით რომ ბიო გავცელდა თავიდან კონკრეტულად და ეს ამ წუთას ხო არის პასუხისმგებლობა ქართული ოცნების რომელსაც ეზოა გამოაცხადა უბრალოდ მე ნუ მეოპარკებით გიგასთან უნდა იდეო უბრალოდ თქვენ გკითხეთ ანუ ნებისმიერ ვისაც არჩევანში საყურებლად მეც მირჩევნია რომ აქეთ ვიყო მაგრამ მიმართულად არ მოვწონო არა რომ ყურებასაც მეკრძალება მაგრამ მოდით აგიხსნით ერთი წამი მაინც ძალით აგიხსნით ვიცი რა გინდათ გაგება მაგრამ მაინც ნახეთ როდესაც ადამიანს სუბუქ ნარკოტიკს ანუ მარიხუანას ართმევ ადამიანები გადადიან ძიმე ნარკოტიკზე ბიოზზე და იხოცებენ ნახეთ ახლა წარმოვიდგინეთ ეს გამრავლე 100-ზე იმიტომ რომ ყველა ნარკოტიკზე რომელიც ავტომობილზე მარიხუანაზე არ ვლაპარაკობ მარიხუანაზე კამიონ არის დემაგოგია ჰეროინზე ვლაპარაკებ ფენტანილზე დამასულებინეთ ან ეს მაგალითი მეთქი რაც ახლა მარიხუანაზე თქვენ წარმოგადგენთ გამრავლეთ ყველა ნარკოტიკზე ჰეროინი და რასაც ბატონი გაიძახეს რომელიც პრეპარატია ექიმები რეცეპტით გაიცემა ზოგადად ანუ ხალხს ვაშინებთ ისეთი რაღაცით მორფინით ანუ ოპიატით რომელიც პრეპარატია უბრალოდ ექიმის იაგო ცოტა საინტერესო გახდეს რეცეპტი რატოა საჭირო ერთი წუთი ეს კამაჩი არა ერთი წამი ერთი და ნახეთ ესე აზრი არ ექნება იაგო არ გინდა ინტერაქტიული კამაჩი ეს ჰეროინი ყველა ნარკოტიკი ისევე აკრძალეს როგორც ახლა ხოცები ამაშობია შედეგებად მიიღეს ბევრად გეომეტრიული პროგრესიის არ არის ეს სიმართლე არ ყოფილა ნორმალური ეხა გვახდა მაგრამ ერთი ახსენე საინტერესო და პასუხი გამეცე შენ რო ჰეროინი რეცეპტით გაიცემაო არის მართლა ეგეთი შემთხვევები მეც მეკუთვე ექსპერტი ვარ ვიცნობ ოღონდ რეცეპტით რატო გაიცემა შენ ხო იმას იძახი თქვენ ბატონო იაგო უკაცრავად ფამინდა რომ არ გამომივიდეს არ არის პრობლემა ხო რო რეცეპტები საჭირო არ არის რა ლოგიკით რეცეპტი თუ ჩერთ ხარს რეცეპტი ანუ შენს ხუთი თუ ჩერთ ხარს პოზიციას კაცო პოზიციას ვიტყვი ჩემს ამდენი ხანი არ თქვი და ბარები და შეხები 1000 ჯერ მას დათქვამი 1000 ჯერ მაგრამ ამ კოპრა ეხა მაშინა დავხურო გამარჯობა 1000 ჯერ ჰეროინზე ვიგეთ კონკრეტულ მაგალითს რეცეპტი საერთოდ საჭირო აი საერთოდ წამი კაცო გეტყვი ახლავე მითხარ
ტკივილის გაყუჩება. ჰეროინი არის ტკივილ გამაყუჩებელი. ზოგი ტკივილი არის, როცა სიმსივნე აქვს ადამიანს. ზოგი ტკივილი არის, როდესაც ლომკა აქვს ადამიანს. ორივე ტკივილია. ტკივილის გაყუჩება ოდიდგანვე კაცობრიობის ისტორიაში იყო ექიმის და პაციენტის ურთიერთობა. გესმით? პაციენტ წამალი ყოველთვის ინახებოდა აფთიაქში. ნებისმიერი წამალი, ჰეროინი, კოკაინი, ყველაფერი ესენი აფთიაქში ინახებოდა და იყიდებოდა საჯაროდ. როდესაც აიკრძალა, მერე გამოიგონეს კრეკოკაინი და 1000 ვინტი ბოლტი და ჯანდაბები. მაგრამ ეს ჩვეულებრივი გამაყუჩებელია. ჩვენ იმის გამო რომ ნარკომანებს ვებძვით და იმის გამო რომ არ გვინდა რომ ეს ნარკოტიკი აღმოჩნდეს აი ბატონ გიგასნაირი პოზიციის მქონე ადამიანების გამო, რომლებიც ამბობენ ჰეროინი რაღაცა. აი ამის გამო წავართვით ექიმებს და მივეცით პოლიციელებს, იმიტომ რომ ვიცით რომ ადამიანს მე არ გეწინააღმდეგებთ. არა, გიხსნით, თუ შემოწყვეტეთ. კი, მაგრამ გიგასერებაცეთ, მე საერთოდ არ გეწინააღმდეგებთ. ეგეც ვიკარ მე უბრალოდ გიგას არა, ისედაც ვერ ჩვენა ვერ თქვი, გიგა პირდაპირია, მე უფრო მორიდებია. კაი, ბატონო იაგო, დავასრულე. როსაც უყურები, მოხსენებთ თუ შეიძლება. დამასრულებია. სამწუხამდე და მე რასაც ვითხოვ არის რომ ჰეროინი იყიდებოდეს ექიმი ჰეროინს აძლევდეს ექიმი პაციენტს. აი მაგას გთხოვთ, ეგ გითხარით და ეგ აგვიხსენით, რატო ფიქრობთ ეგრე? იმიტომ რომ ტრადიციულად სუასე იყო ექიმი პაციენტს უწერდა ყოველთვის. მიდიოდა აფთიაქართან ის აძლევდა, გესმით? სუასე იყო ეს მოწყობილი. ეხლაც შეუულია რეცეპტით მიღება. არა, ახლა ნახეთ იმის გამო რომ ექიმი ჩათვლისვა აუცილებელია. მაიცა. მე მინდა ის რომ აფთიაქში იყიდებოდეს ჰეროინი. ექიმის მეთვალყურეობით, ადამიანის ზედოზირებით არ იხოცებოდეს. ვინტს არ იკეთებდეს და ეს არ იყოს ის გამარჯვება, რასაც ზეიმობს დღემდე ბატონი გიგაბოგები. და ამ შემთხვევაში რენდომ მოქალაქე ხო ვერ მიიღებდა ჰეროინის ყიდვის უფლებას. ხო, არა, ამის პრაქტიკაც არსებობს. ასე წამალ დამოკიდებული ასევე ავადმყოფია. წამალ დამოკიდებულს ახლა მთავრობა მკურნალობს. ესმის ახლაც ავად როგორ წავადყოფს. იქაც სადღაც სხვა სამყაროში, სადაც ეს ნორმალურად არის მოწესრიგებული. ექიმი რეცეპტით ადამიანი მიდის აფთიაქში და აძლევენ ამ ნარკოტიკს. ექიმია პასუხისმგებელი. თუ ეს ადამიანი გახდა ბარგა ისეთი დოზები გამოიწერა. ნახე, სრულ ლეგალურზე კი არ არის კაცო. შენ ამით შენიშნება გაუგლის ამ კითხვას. შენ ამით, ანუ სრულ ლეგალ მე ხო არ უძახი სრულ ლეგალ. არა, როგორ არა, შენ თქვი ერთად იაგო, უკვე გავიდა. ექიმის რეცეპტი ლეგალურია. სრულად ლეგალურია. სრულად ლეგალურია. არაკიც არ არის მაგალითად. ეხლა მამაღლაპარაკი მე შემილია იაგო. არაკი არ არის. საინტერესო რომ არის ყველა. არ შეიძლება. იაგო, თუ დემაგოგები იაგო, ბავშვებს ლეგალურია არ მithქვა. ბავშვებს სრულად ლეგალურია. ლეგალიზაციას ვითხოვ და არა იმას რომ ხუჭაში ეყავოს. სრულ ლეგალიზაცია რა არის შენი აზრით? ეს ხომ განსხვავდება, როდესაც ეს არის კანონიერი და ამის გამო ამაზე უნდა გესაუბრა, იაგო, თქვი გაიმეორე. იაგო, ამაზე უნდა გესაუბრა, თავიდან რომ შენი პოზიცია გასაგები ყოფილიყო. შენი პოზიცია გასაგები ყოფილიყო. პრინციპიალურად გამოდის რომ შენ ან დემაგოგობ და პოლიტიკურად ვირეშმაკობ, ან გააზრებული არ გაქვს. შენც შეზღუდების მომხრე ხარ. იმიტომ რომ რეცეპტები ვითხარ რო არ ვარ შეზღუდების მომხრე. ვითხარ ქუჩაში უნდა ეყარო საკვები თავიდანვე უნდა საქმე ჩემი პოზიცია ყველაფერზე იცით მე ვარ სრული ლეგალიზაციის მომხრე. რას ნიშნავს სრული ლეგალიზაცია? რას ნიშნავს? რას ველაპარაკები კაცო? კი, რეცეპტი ქუჩაში აბა რას ნიშნავს? რო ისა მოშა ქალები ბაზართან ყიდიან, ამას ნიშნავს. მაგაზეში ადამიანი და რეცეპტი გარეშე ეგ არის ლეგალიზაცია. კაცო, ექიმთან მიდიხარ, შენ ზაგა. ეს რამე გავაკეთეთ, ეს ძლივს. ეს სხვა არის. წავიწიეთ, რომ თურმე გულისხმობს, რომ საზოგადოებას და სახელმწიფოს აქედან გამომდინარე აქვს უფლება რომ შეზღუდვები დააწესოს. რო რეცეპტი რა არის? რეცეპტი რომ მიხვიდეთ ნებისმიერ წამალზე რომ უთხრა ექიმი გეტყვის რომ არა ეს შენ არ გჭირდება. და ვერ მოგცემ, რომ გავნებსო. ანუ ექიმი გადაგიწყვიტავს. ანუ მთელი ის ქაერში გაფრინდეს, რითიც დაიწყო ეს ლიბერტარიული დროშის კრევა, რომ ჩემ თავს რასაც მინდა იმას უზაო. ეგ გადადო უკვე გვერდზე. კაი, პროგრესი გვაქვს ამ დებატებში მინიმალური. რო ეგრე არ არის. ვინ დაიწყო საერთოდ დებატები? ეგრე დაიწყო. ეხა მეორე. კი ბატონო ამ გზაზე იძახი, ეგ უფრო გააძლიერებს ყველის პოზიციას ისმენთ. ეს ხაზი უნდა გაუსვათ, იმიტომ რომ ის პოზიცია ალტერნატივა არის. ალტერნატივა არის მკვლელობა, რასაც ჩემს ახლა მნიშვნელობა არ აქვს, რას იძახის. ჩემთ არა, ვინ ამბობს, მე შინაარს ვაქცევ ამ ეტაპზე. ეხლა მოდი გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. ეგ ნაბიჯი, რაზეც ბატონი იაგო ეხლა საუბრობს, რაზეც თქვენ საუბრობთ, გადაიდგა თავისუფალ სამყაროში, სადაც თქვენს ეს, რომ მოდით ცადოთ, რომ ჰეროინზეც კი, იმიტომ მოიყვანე ხო ორეგონის მაგალითად ხო? რომ მოდი ჰეროინზეც კი საერთოდ არ შევიხოთ პირიქით, ვისაც აქვს ფული მივცეთ. რომ იყიდოს არ მოვიდეს, არ იყიდოს ცუდი. ხო? იმიტომ ეს რაციონალური არგუმენტია, ერთ შეხედო შეხედავ, ეგრე არის მართლა ხო, რომ ნაკლები რისკი ქონდეს.
და ამან მოიტანა დრამატული ზრდა. დრამატული ზრდა. ისტორიასაც არასდროს იცნობს ბატონო იაგო. ამ ბევრი ნივთიერების კრიმინალიზაციის გადაწყვეტილებები საზოგადოება მიიღო, იმიტომ რომ პრობლემა დაინახეს. პრობლემა კი არ გაჩნდა. უბრალოდ თავში კი არ მოვიდა, მოდი აუგზავნოთ. პრობლემა რომ დაინახეს მასობრივი რომ გახდა, მაგალითად, რაღაც ნარკოტიკები არ იყო პრობლემა 100 წლის წინ. და შემდეგ საზოგადოების სხვადასხვა ფენებში რაღაც ფერი მოიხმარდა, ცნობილი ამბავია რომ კოკას ფოთლებს მოიხმარდა მდიდარი ქალბატონები სამხრეთ შტატებში, ამერიკის და ეს არ იყო პრობლემა. მაგრამ როგორც კი ის გახდა ძალიან ფართო და როგორც კი ნახეს რომ საზოგადოება თვითონ დაინახა საკუთარ თავში ეს პრობლემა მე დაიწყეს კრიმინალიზაცია მე არა ვარ ცალსახაზრის მქონე რომ კრიმინალიზაციაზე როცა ლაპარაკი რომ სასჯელი მაგალითად ისევ რაც მას ყველაზე უფრო მოწონს საუბარი წინა ხელისუფლებაზე რაც ხდებოდა და სხვა ქვეყნებში სადაც იყო დრაკონული ზომები რომ არის გამოსავალი რთული პრობლემაა მაგრამ გამოსავალი რომ არ არის ხელმისაწვდომობის ზრდა ეგ ვნახეთ იმ ქვეყნების გამოცდილებით, სადაც ეს გააკეთეს უკვე. და რა თქმა უნდა, მე უნდა ვისარგებლო ბოლო 1 წუთი გვაქვს და ეგ მნიშვნელოვანი თემაა, ბოროტად ვსარგებლობ ხა. ბატონო იაგომმა ბევრი სასწაული, მე აწყოზე მინდა ვილაპარაკო. ცოტა ხნის იყო აქცია ამ საკითხს. მისი და მისი პოლიტიკური გუნდის ინიციატივით და ამ აქციის მოთხოვნას მე უერთდებოდი. უერთდები ხა ჩვენ საჯაროდაც შეუერთდით, აქ არ მნიშვნელობა რა. რა დამოკიდებულება აქვს ამ პარტიის მიმართ ეს მეშთა სწორ პროტესტად ყველა თვალსაზრისით ხო ამ ხელისუფლების ცინიზმის თვალსაზრისით საკუთარი მიღებული წესების მიმართ და იმის მიმართ რასაც ის აკეთებს დღეს რო ეს რეალურად არის რაც თქვენ დაეთ ოპონენტების გაშევება და პოპულიზმი ოღონდ და იქ მივიდა ხალხი ოღონდ ბატონო იაგო ამ და ბევრ სხვა პრობლემებს რაც აერთიანებს ამ რეჟიმის სახით ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის იმ ხალხს ვინც ამას პროტესტს უცხადებს ყველაფერს თქვენ მუდმივად შევარაცხყოფას აღანებთ მუდმივად არაერთი განცხადება ვნახეთ თქვენი როგორი დებილები თუ არც შემაშავოს დეგენერატი იხმარეთ ან რაღაც სულებიანი ხალხი ვინც აპროტესტებს იმას რომ ყავს თავრობა რომელიც არ ანგარიშვალდებულია რომელიც ჩვენ დამოუკიდებლობა საფრთხეს და რომელიც მათ შორის ნარკოტიკების თემას იმუშავა მაგრამ იმ საკითხზე რომელიც თქვენი პარტიისთვის იმ საკითხზე რომელიც თქვენი პარტიისთვის მნიშვნელოვანია ამ საკითხზე თქვენ დაუძახეთ ქუჩაში ხალხს და იქნებ ეხლა მე რომ მომიწოდებდით მონანიებისკენ ხო იქნებ აი ამ მიმდინარე ამბავზე ეხა მაინც შეიცვალა პოზიცია როცა შენ თქვენ უძახი ადამიანებს რომ აი ეს პრობლემაა მთავრობა როგორ იქცევა და რო თქვენ არ გისმენთ რო წესებს არ გქონთ გამოდით ქუჩაშიო ხალხს რომელიც გამოდის ბევრად რო დიდი იდეის გამო ქუჩაში რომელიც ნაწილია ეს ყველაფერი დამოუკიდებლობის მისი მოქალაქეობის რიცხვების იმათ არ მიაყენო შეურაცხყოფა იქნებ ეხლა ეგ მოინანიო იაგო იაგო ბოლო ეს წუთი დაგვრჩა და თუ რამის თქვა ანუ ჩემი აზრით ზოგადად ბატონი გიგა ვინმეზე რამე მონანიებაზე რო ლაპარაკობს ჩემი აზრით უბრალოდ ისეთი მე მგონია რომ ორივეს ბევრი რამე გაქვთ მოსანანიებაზე მე ვაფშე არაფერი არ მაქვს პოლიტიკურად მოსანანიებაზე ლაბა მითხარით თქვენ ხო ხართ ახლა ხო გამოწყვეტინეთ ჯერთი რატომ ერევით როცა ადამიანს პასუხობ ეს ხო უზრდელობა არ არის უზრდელობა არის ის როცა ადამიანს ეუბნები ხო და თან მეუბნებით რომ ორივეს აბა მითხარი რა მოვინანიო მითხარი აბა მე აქ არ დავიწყებ თქვენ სოდოს აბა რას ლაპარაკობთ აბა ცილს წამებთ ერთ ცილის წამებთან ერთად რომელიც ჯალათობრივ ქმედებებშია დამნაშავე თავის დროზე თქვენ ხართ და ისე მელაპარაკებით თითქოს ორი ერთნაირი ადამიანი მოიყვანეთ არა რა შეშტაშტა ანუ ეს ხო ჩემი პირადი აზრია რომ მე მგონია რომ ბევრ არა მე მგონია რომ თქვენ ამას თქვენ თუ არ ამოჭრით თქვენ ხალხის რეაქციით ბევრ ამას ისწავლით არ შეიძლება ასე ქცევა როგორც თქვენ იაგო ხალხის რეაქციით არ მოისწავლოთ სწორი და არასწორი საქციელი არ განისაზღვრება ხალხის რეაქციით შენ ორივე უნდა მოინარიოთ მე არაფერი არ მაქვს პოლიტიკაში მოსანანიებები მიდით თქვენ ქენი მე მგონია რომ გაქვთ მე მგონია რომ მეც კი მაქვს არა კაცო რა შოშა პირად ცხოვრებაზე ხوار გეკითხებით მე გეკითხებით პოლიტიკაზე მე რა უნდა მომინანიო რასმია ორივეს გაქვთ მოსანანიებები თუ იცი რა შეურაცხყოფას მაყენებ არა არ ვიცი იმიტომ რომ არ გაიგე ხო და მაგიტო გამოიყურები სულელი როგორც ამის მე მგონია ერთი წუთი დრო ამოიწურა შუაში ხალხი ადამიანი იცით რა რამდენი პრეტენზია საჯაროდ მაქვს ნათქვამი მორალთან დაკავშირებული ასოხი არავის არ გაუგია და თქვენ კიდე ამბობთ რომ თითქოს ორივეს რაღაცა თუ გესმით ვის ლაპარაკებით თუ არასოდეს არ ქონია იმის ყაველი პასუხისმგებლობაც კი რაც მე მქონდა როცა აქციის მონაწილეებს ყველა სულელს ეძახით არა მე არც ერთ სიტყვას არ ვინანიებ რომელიმე თქვენი აქციის მონაწილე მოვიდეს ასე როგორც ბატონი გიგაზის და პრეტენზია წამიყენოს და ვუპასუხე ამას
სხვა თემაზე ვარ მოსული და როგორც მე გამაწყვეტინე. ჩემთვის მოსანანიებელი გაქვს. ნუ გამაწყვეტინე, ნუ ეჭრებით საუბარში. ესე არ შეიძლება ხდება. ჩემი უფლებაა, ძალიანაც შეიძლება. არა, თქვენი უფლებაზე არა, თქვენი პრივილეგიაა, მე რო აღზივარ, თქვენი უფლება კი არა. ხო, რომ 1 წუთი მივცეთ მართლა ისე რომ ილაპარაკოს. გვექნება 1 წუთი გვექნება, აქ 5 წუთი დაგვრჩა. არაფერს შუაში არ არის ხოლმე, არაფერს შუაში არ არის. არ გააწყვეტინოთ თქვი, ხო. ძალიან გთხოვთ, ძალიან კარგად ვხედავ, როდის გონი ვარ სულელი, როდის მაყენებ ჩაურაცხყოფას, როდის დემაგოგობთ. ჩემთვის როცა ეს არის ჩემი პირადი სუბიექტური აზრი, ნუ მიიღებთ თუ არ ეთანხმებით, რომ რამე გაქვთ მოსანანიებელი, უბრალოდ გაიღიმეთ და გააგრძელეთ თქვენი ცხოვრება. მე მგონია რომ ბევრი რამ შეგეცვალა. არა, თქვენს მაყურებელს პატივსაცემთ. თითქოს ორი ადამიანი გიზის, რომელსაც ორივეს რაღაც აქვს მოსანანიებელი და მთელი გადაცემა იმას უხსნიდი ადამიანებს, რომ ჩვენი შედარება არ შეიძლება. იმიტომ რომ ნარკოპოლიტიკაში ერთი ჯალათია, მეორე გათავისუფლებას ითხოვს. და ეს თითქოს ხოცების ნარკოპოლიტიკაზე საკამათოდ მოვედი. ეს ხო აბსურდია, ეს არა, ხოცების არა, ზოგადად რო არის სწორი და არა. მორჩით მე მგონი არა? არა, გამოჩენილი და არ მინდა ეს არ მორჩენი ვარ. მე გისმენთ? იაგო, გასაგებია თქვენი პირადი დამოკიდებულება ჩემს მიმართაც. არაფერი დამოკიდებულება არ მაქვს, მე თქვენ რასაც იცით ის მაქვს. თქვენ აქამდე გქონია კომუნიკაცია და ზუსტად ვიცი რა დამოკიდებულება გაქვს. მე სიამდვილეში პოლიტიკურად გქონია ეს. ყველანაირ რეგლამენტს გადავსვით, მოდი დაუბრუნდეთ ნარკოპოლიტიკასა ჩვენს რეგლამენტს. 5 წუთიანი კითხვა მექნება ორივე თქვენგანთან. აღარ მიმოქცევთ ყურადღება აქამდე რა ითქვა და რაზე დასრულდა თემა, ბოლოს რაზეც ვილსაუბრეთ. დაუბრუნდები ნარკოპოლიტიკას. თქვენგან დავიწყებ ისევ. ჩავსვათ 5 წუთი. აქ არ დამჭირდება 5 წუთი. კარგი. აქ ნახსენები იყო ის, რომ გვაქვს გამოცდილება სხვადასხვა ქვეყანაში, როდესაც მაგალითად თუნდაც მახსოვს, რომ თქვენ ამბობდით სხვა ინტერვიუში, ოღონდ რომ შანხაიში თუ ეგ უფრო ძველი, უფრო ახალი მაგალითები მაგალითად ისე ინტერვიუში გამოცდილებით უბრალოდ ერთ-ერთ მაგალითს მოვიყვან. როდესაც ოპიუმი ლეგალური გახდა, საზოგადოებას დაეთყო ამის შედეგი. არა მხოლოდ ის, რომ მაგალითად ადამიანები უფრო დამოკიდებულები გახდნენ რომელიმე კონკრეტულ ნარკოტიკზე, ზოგადად გაიზარდა. რა იცით თქვენ ეს? გესაუბრებით რომ ამის სანამ გადაცემას ნარკოპოლიტიკაზე აკეთებთ გროპს მაინც კითხეთ. რისერჩი ჩავატარე და არსებობს ესეთი ფაქტი. ეს პროდუქტ პლეისმენტია, გროპის რეკლამას ეწევა, ამხილეთ თუ შეიძლება. შანხაიში ოპიუმის ლეგალიზება გამოიწვია ბევრი უკუეფექტი. არ მახსოვს წელი. ხო და მაგას გეუბნები თქვენ. ძველი გამოცდილება. რომელი წლის? არ ვიცი, ანუ არ არის. მონობაში როცა იყვნენ მაშინ, როცა ინგლისელებმა, მაიცა გეცა, როცა კითხვას დაგისვამთ. და თუ გინდათ მე გავაგზავნოთ ჩემთვის შეურაცხყოფის მოყენება. არ გაკეთებ შეურაცხყოფას, გეკითხებით თქვენ მაყურებელს, თქვენ ტყუილი. მასეთი არ ყოფილა ნარკოპოლიტიკა. პასუხის დრო და ამ დროს უპასუხეთ, რომ ეს იყო ტყუილი. შემდეგ გადავამოწმებთ და აუცილებლად სწორ ინფორმაციას მივაწვით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მე ზოგადად ამას ვეთანხმები და მგონია, რომ შეიძლება არ გამრავლდეს ნარკოდამოკიდებულებათა რიცხვი, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც მიდრეკილები არიან ნარკოტიკის მიღებისკენ, სხვა მხრივ მაგალითად უფრო მეტი ქურდობა მოხდეს, უფრო მეტი ძალადობა მოხდეს, კრიმინალის დონემ აიწიოს და ის რომ ეს ცდება პირადი თავისუფლების საზღვრებს. ამასთან დაკავშირებით რა პოზიცია გაქვთ? თუ თვლით რომ არასწორი ინფორმაცია მივეწოდე მაყურებელს, ესეც ახსენეთ და არ მოგერდოთ, დარწმუნებული ვარ, არ მოგერდებათ, უბრალოდ კითხვა დამასრულებინეთ და მერე ისაუბრეთ. გისმენთ? ანუ მე თქვენ გინდათ რომ თქვენი ტოტალური უვიცობა ნარკოპოლიტიკაზე ზოგადად შემავსო 5 წუთიანი პასუხი? ეს ხო არასერიოზულია, გესმით? არ არის, არასერიოზულია. ის რომ გადაცემაში ჩვენ ნარკოპოლიტიკაზე ნახეთ, ეს არის უზრდელობა, სიტყვაზე და უვიცობა. არა, რა უვიც კაცო, თქვენ ახლა წუთას იტყუებოდით. თითქოს რაღაცა შანხაის რაღაცა მოხდა, რომელიც არც პოლიტიკური კონტექსტი იცით, არც ისტორიული კონტექსტი იცით, არც ის იცით რომ სამყაროში რომელი ნარკოტიკი რატო არა, რა მოხდა სინამდვილეში, რა მოვიტყუე და ახლა რომ მოხდა იყო შანხაიში ეს შემთხვევა, რა შედეგი გვექნება? რა შანხაი, საერთოდ აზზე ხართ რას ლაპარაკობთ? მოდი გადმოვიტანოთ, თანამედროვე ეპოქაში გადმოვიტანოთ. თანამედროვე ეპოქაში გადმოვიტანოთ. კარგით, მორჩეთ, მე მგონი აქ საუბარი სხვა რამეზე იყო. მე მოვიყვანე, მიმდინარე მაგალითია, საზოგადოებამ დაინახოს და მაინც არ დავასრულეთ ჩემსაც 2 წუთი და. ჩემი გათვალისწინებით მესმის რომ არ მინდა პასუხი გაცემა, მაგრამ ერთხელ გამეც პასუხი კონკრეტული არ ეხება ეს, მე ბილიური კითხვა საჯაროდ დაგისვი, თქვენს მეუღლეს დავუსვი და პასუხი არ ყოფილა არც ერთ კითხვაზე, მაგრამ ეს ხო არ სვა. არაფერს შუაში არ არის. მე კონკრეტულ კითხვაზე არ გაგიცეთ, შეურაცხყოფა რომ დაიწყეთ, ეგ თქვენს გამწარებას ნიშნავდა, მაგრამ არ იყო ფლას შეურაცხყოფა ეხლა, ეგ ხელი კანონი არ უნდა ყოფილიყო. აი, მოდი დავასრულოთ ამ კითხვაზე პასუხეთ. მიმდინარე, სადაც ეს ნაბიჯები გადაიდგა, იაგო, რაზე ჩვენ საუბრობ. მოვიყვანე ხო მაგალითი, ხო, ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ ორეგონში, პორტლენდში.
იქ რა შედეგების დადგა და რის გამოც საზოგადოებრივი ეს არის არასერიოზულობა. ეს არის არასერიოზულობა. ნახეთ, არასერიოზულობა, იმიტომ რომ ანუ იმასთან ქვია შტატ ორეგონის რამე კონტექსტის შესწავლის გარეშე რაღაცა რომელიც ბატონმა გიგან დაასკვნა თუ რა ხალხი დამასწრებია. ასე ხო არ შეიძლება. არ დამისხვრია იაგო. თქვენ ხართ ძალიან განათლებული, გაგვაცანით თუ მას თქვენობით მიმართავს, მე თქვენობით მომართეთ. ანუ რა შეიძლება? არა, ეგ ეხლა ემოციური არის და თქვენ არ ვიცით კონტექსტი, თქვენ გაგვარკვეთ. ამისთვის გქონდათ 5 წუთი ჩემთვის შაურაცხყოფის მოყენება რომ არ დაგეწევთ. არა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა, როცა სამყაროში დაიწყო, სხვა ხალხის მიერ, სხვა მიზნით, სხვა კონტექსტში დაიწყო. თითოეულ ნარკოტიკის მიერ სხვადასხვა დროს, სხვადასხვანაირად. ხო და 5 წუთში ამას მე ვერ მოვყვებით. ერთ ნარკოტიკზე არ მეყოფა 1 საათი რო აგიხსნათ, გესმით? ამაზე გეტყვით ახლა, მაინც აკაცო არ ყოფილა ამაზე არ ყოფილვარ მე აქ. სხვა რამაზე ვიყავ. ნახეთ, ახლა ვიგეტყვით. გირჩის ფეიჯზე დევს ლაივები, ამასთან დაკავშირებით ჩვენი სხვადასხვა ფორმით გაკეთებული. 30 საათზე მეტი გვაქვს მარტო ამ თემასთან ალაპარაკები. ყველაფრის გაგება შეუძლია ადამიანებს. მაგრამ გეუბნებით თქვენ რა ეს ღვინია და უბრალოდ არ შეიძლება ღვინის მიწოდება ადამიანებს. არა, ვერ მოყვები, მოკლე შინაარსი, ზოგადად ის იყო რომ სხვადასხვა ხალხი, არაფერს შუა შეერანი, კაცო, მე ვისაც ყველადაც მოვედი. ამას ნახავს საზოგადოება, რომ შენ ყველა გადაცემაზე მეტი ნახვა ექნება. რომ ვისაც ყველადაც მოვედი ისე ნახავს ხალხმა. და არა ის ასაც ახლა მეკითხები, რომელიც არაფერს შუა შეერანი. აბა დადე და ნახავ. ნახვა ექნება, ეჭვარ მეპარება, მაგრამ არ მგონია რომ კონკრეტულად თქვენ აბა თქვენ აქ ზიხართ ყოველდღე ისედაც, მაგრამ არაფერი არ იცვლება ამითი, გესმით? 1 წუთი ან თქვენ ხო, კარგი, მორჩეთ. მე გაგონილი მქონდა რომ ვიცი სადრზი ვარ ჰეითერთან და ჯალათთან დუაინტორიანტობის ეს ვიცი და ეს ამის ატანა არ მოგწოდით თქვენ ამას შემდეგ მე გაგონილი მქონდა რომ მე გაგონილი მქონდა რომ მარიხუანას შეძენა გართულდა ამ დრაკონული ზომის მიმართ რაც არ უჭერს ხარს დღევანდელი ბატონი ეგო საქციელი შეიძლება მხოლოდ ამით აიხსნას ეგეთი არ მინახია ნამდვილად დისკუსია არ უნდა მე არასდროს არ მაქვს მარიხუანას პრობლემა თქვენ იკეთეთ გიგა თქვენზეც გადმოვალ კითხვით ისევ ჩაულებრივ ნარკოპოლიტიკას დაუბრუნდებით თუმცა არაფერი არ მომხდარა თქვენ ახსენეთ ის რომ არ ეთანხმებით სრულ ლეგალიზებას ფიქრობთ რომ უნდა დაიყოს ნარკოტიკები თავისი ხარისხის მიხედვით რომელი უფრო სასიამოვნოა მაგალითად მარიხუანას ლეგალიზებას ეთანხმებით მაგრამ ჰეროინის არა მოხმარება დეკრიმინალიზებულია იქ არ უნდა იყოს პრობლემა მიწოდებაზეც კი გასაგებია ეს ყველაფერი მე მაინტერესებს იმ შემთხვევაში თუ მაგალითად ჰეროინის მიწოდება დაფიქსირდება როგორ უნდა მოექცეს აი ახლანდელი გადმოსახედით სახელმწიფო როგორ უნდა მოექცეს ადამიანს უნდა დაიჭიროს უნდა უმკურნალოს უნდა დააფინანსოს თუ რაიმე პროგრამაში ჩართოს ამაზე მაინტერესებს მე მგონი რომ პროგრამაში ჩართვა ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს ერთ-ერთი შესაძლებლობა, ანუ შანსი ადამიანს უნდა მიეცეს და დრაკონული ისეთი როგორც წინა ხელისუფლების დროს ანუ მაშინ როგორც საკითხები მაგრამ ხო დაიყვასრულეთ მაგრამ ეს უნდა იყოს სასჯელი ანუ სასჯელი უნდა არსებობდეს ეს შემაკავებლება ეს ამ პროგრამაში ჩართვაც რომელიც მას აძლევს შანსს რომ გამოვიდეს და რაზეც მეც ვთვლი რომ უნდა ყოველას საერთო სახსრიდან ჯიბიდან ფული დავხარჯოთ, იმიტომ რომ ჯერ ადამიანურად და მეორე საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არ არის რაღაც მისი არჩევანი. ხო? ანუ ეს არის სასჯელი და აქ შემოდის გვინდა არ გვინდა იძულების საკითხი. ოღონდ სრულიად სამართლიანია რომ წარსული გამოცდილების ჩვენის და ზოგადად სხვისიც გათვალისწინებით გავითვალისწინოთ როგორი არის ეს ამბავი. მე მგონი რომ ეს ამ ძიმე მორალურად და პრაგმატულად შეცდომა იყო განსაკუთრებით რაღაც მომენტის შემდეგ არ გადახედვა ამისი და მე მგონია რომ რა თქმა უნდა იმ პერიოდში თვითონ კულტურაც ნარკოტიკების არსებითაც განსხვავებული იყო იმისგან რაც აი დღეს ახალგაზრდობას მიაჩინა კლუბურ კულტურად და სადაც ძალადობა და კრიმინალი არ არის კავშირში. უბრალოდ ეს არ ამართლებს ამ შეცდომას, უბრალოდ ხსნის ანატომიას იმისი, რატო იყო არა მარტო ხელისუფლება, არამედ საზოგადოებაც ასეთი დაკვეთის მქონე, რომ ამ უბედურებას და მართ ამ კვლელობებს პირდაპირ ნარკოტიკებით, უზარმაზარი რაოდენობით და ნარკოტიკებთან დაკავშირებული ძალადობით და ოჯახების გაუბედურებით, რატომ მოყვა დაკვეთა დრაკონული ზომების მიღებისა. ამას ხსნა იმისთვის, რომ ჩვენ არ მივიღოთ ასეთივე ვითარება, პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც შეამსუბუქებს პასუხისმგებლობას, არ გამოიწვევს მომხმარებლის ავტომატურად ციხეში წასვლას, მაგრამ გააზრებული რა ქონდეს ეს და არავითარ შემთხვევაში უბრალოდ დროშების პრიალით, ჯერ იმის თქმით, რომ ყველაფერი ლეგალიზებული იყოს, რაც გინდა ის წადი მაღაზიაში ვასწროყილობ ეს რომ ეყირო ფენტანილი და ჰეროინი, მერე უცებ გააზრებით, რომ არა ექიმმა უნდა ქნას ეს. ხო და ყოველგვარი დეტალების და პასუხისმგებლობის გარეშე რას ნიშნავს ეს? იმიტომ რომ ისინიც კი, ვინც იძახის, რომ რეცეპტი არის საჭირო ყველაფრისთვის ანუ იაზრებს იმას, რომ საზოგადოებას აქვს რაციონალური, გონიურული უფლება და საჭიროება, რომ არ რეგულიროს ეს.
ამის თქმა მინდა ხო? და რა თქმა უნდა, ვინც იმ ტიპის ნივთიერებებს და ფენტანილის შემთხვევით ამიხსენებია, ხო, მთავარი მიზეზია სიკვდილის დღეს თავისუფალ სამყაროში და ჩვენთანაც მე არ ვიცნობ სრულ სტატისტიკას და არ მგონია რომ სანდო იყოს, მაგრამ სერიოზული პრობლემაა, ხო? რა თქმა უნდა, იქ შემაკავებელი ფაქტორი გამავრცელებლისთვის და შემოტანისთვის უნდა იყოს უმკაცრესი. და მე არ მესმის რატოა ვინმე რიკოს კანონების წინააღმდეგ, რომელმაც ესეთი ეფექტი მოიტანა თავისუფალ სამყაროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. ხო, ეს ხო არ არის რა, ავამტყუპი ხო არ ალაპარაკი, ლაპარაკი არის იმაზე, ვინც იმითი, რაც ადამიანს კლავს, თან ატყუებს და ისე კლავს, აი რაც ხდება კლუბებში. და ამაზე ფულს შეულობს იმას სასჯელი ქონდეს მკაცრი. ამიტომ მე ვთვლი რომ სერიოზული დისკუსიის გაგრძელებაა საჭირო ამაზე, ხო, ამიტომ ეშმაკი ხშირად დეტალებში ახოლმე, მაგრამ საზოგადოება უნდა იცოდეს, რომ რაც დღეს ხდება ევენშვილის რეჟიმის მხრიდან, არანაირ კავშირში არ არის იმ პრობლემის აღმოფხვრასთან, რაც მათ აწუხებთ, არის манипуляция, ისეთი უსინდისო, რაც ყველა სხვა ნაბიჯები ამ ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული და ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ ჩვენ უნდა ამ სცილას და ქარიბდას შორის სწორი გზა ვიპოვოთ. ერთის მხრივ არ მოხდეს ის, რაც ჩვენთანაც მოხდა ვარდების რევოლუციის შემდეგ და სხვა ქვეყნებშიც იყო შეიძლება არაანალოგიური, მაგრამ მსგავსი მაგალითები, რომ ამ მოტივით დრაკონული ზომის მიღების შედეგად ციხეში პოპულაცია გაიზარდა, ადამიანები ძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ, ანუ ბევრი პრობლემა რაც იყო, ხო, წინა ხელისუფლების დროს ჩვენი გამოცდილებით და არც ის მოხდეს, რაც თუნდაც დღეს რის პირველ ნიშნებსაც ხედავთ და რაზე დაყრდნობითაც და რაზე უკმაყოფილების ჩახშობისთვისაც და ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენებასაც ცდილობს ეს რეჟიმი თავის კამპანიის და მით უმეტეს რაც ხდება თავისუფალ ქვეყნებში. სადაც ამ არგუმენტებით ნაბიჯები გაადგეს და მერე წააწყდნენ იმ რეალობას, რამაც შეაწუხა ყველა. გააზრებული დისკუსია და გააზრებული ნაბიჯები ამ რეჟიმის დამარცხების შემდეგ და კიდევ ერთხელ სარგებლო ბოროტად შეურაცხყოფის არ მიყენება იმ ხალხისთვის, ვისაც უნდა ის ცვლილებები, რომელშიც მე და ბატონი იაგო იქნება თუ ნებისმიერი სხვა დისკუსიას ექნება პირდაპირ შედეგები პოლიტიკისთვის, სადაც ხელისუფლება რომელიც გვეყოლება, იქნება დამოკიდებული ასეთ დებატებზე, ვინც არ უნდა იყოს მართალი. ხოლო ბატონი იაგო ამ საკითხთან დაკავშირებით ხალხს მოუწოდებს ქუჩაში გამოვიდეს, იმიტომ რომ ეს აწუხებს მას მიაჩნია და იმ დიდ პრობლემაზე, რასაც წარმოადგენს რეჟიმი, რომელიც უგულებელყოფს ყველაფერს, მათ შორის ამ საკითხზე საკუთარი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს, იქ ხალხს ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის დღემდე ქუჩაში უწოდებს სულელებს და დებილებს და ასე შემდეგ. და ხო არ ამაზე მიუხედავად ჩვენ შორის განსხვავებებისა. თითქმის დავასრულეთ დღევანდელი დებატი, გვექნება 2 წუთიანი შემაჯამებელი ეპიზოდი, სადაც ორივე თქვენგანს შეგეძლებათ რომ თუნდაც ის აზრი დააფიქსროთ თუ რატომ უყურებს თქვენ გამო ამ გადაცემას უფრო ბევრი მაყურებელი, შესაბამისად რატომ იყო თქვენი მოსაზრებები უფრო სწორი. იაგო, თქვენ დაიწყეთ, რადგან ბოლოს გიგასაუბრობდა. ამ გადაცემას იმიტომ უყურებს ბევრი ადამიანი ზოგადად, რომ მართლა დებატები იყო და მართლა დისკუსია იყო. პირველი აქედან დავიწყოთ. მიუხედავად იმისა, რა შეცდომები შეიძლება ყოფილიყო დაშვებული ან არ ყოფილიყო შეშვებული, იმიტომ მინიმუმ 2 პოზიცია ადამიანმა დაინახა, ერთი ნულოვანი ტოლერანტობის პოზიცია და მეორე ის პოზიცია, რომ მას ექცევა ადამიანების ხოცვა არ შეიძლება. მაგრამ მე უბრალოდ მაყურებელს შემაჯამებული სახით მარტო ეს მინდა უთხრა იმ რაღაცა მიტინგებთან დაკავშირებით სხვა დროს ვილაპარაკოთ. ახლა უბრალოდ თემას არ უღებ ერთმანეთში. ძალიან მარტივად საზოგადოებამ შეიძლება დაინახოს რამე შეიცვალა თუ არა ზოგადად ბატონი გიგას მოსაზრებაში და შეიძლება თუ არა ასეთი ხალხის ნდობა იმ შემთხვევაში თუ მათ ჩააბარებთ ნარკოპოლიტიკას. ალბათ ყველაზე გასაგები ამ გადაცემიდან ეს იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ყველა ვიცის როგორი ნარკოპოლიტიკა იყო, დღეს როგორი ნარკოპოლიტიკა არის, როგორ მიდის იქამდე როგორიც იყო და ამ საზოგადოებას ჩემი აზრით იქ დამოვნება კი არა რაღაც ახალი შემოთავაზება უნდა, სადაც ადამიანი იმის გამო რომ ის ორგანიზმში რაღაც მოლეკულა არსებობს, კრიმინალად არ გამოცხადდება. და როგორც ჩანს და ჩემთვის ეს ძალიან საწყენია რომ ნაცები როგორც ჩანს ამას ვერასოდეს ვერ ისწავლიან. მადლობა. მე პრინციპში ყველაფერი ვთქვი. არა, მაინც რახან ყოველთვის რომ გამოიყერო და ვთქო. მე ციმედი მაქვს რომ ადამიანები ნახავენ დისკუსიას, მე ხოც რომ ვისურვებდი რომ ბატონი იაგოს დისკუსია რეალურად და არ ვთქვია მისი ემოციები, არა მარტო ჩემ პერსონას დაკავშირებით, არამედ ზოგადად. და იქ ვერ დავინახე და ვერც არგუმენტები სამწუხაროდ, ზოგადად ის რომ თემა დიდია და ბევრი დრო ჭირდება, არ ნიშნავს რომ საზოგადოებისთვის საინტერესო არ არის ნებისმიერ სპიკერს შეეძლოს რომ რაღაცა კონდენსირებულ დროში წარმოაჩინოს არგუმენტები. ეს ნორმალური, ეგ არ გამო ერთმანეთს კი არ უპირისპირდება და ავსებს. ხო ერთმანეთს. რაც შეეხება თვითონ საკითხს კიდევ ერთხელ მინდა შევაჯამო. დიახ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი გამოცდილება და საერთო გამოცდილება, ჩვენ არ გვჭირდება დრაკონული ვითარება, სადაც მივიღებთ იმ ნეგატიურ შედეგებს, სადაც იყო წინა ხელისუფლების ჩვენ დროს. ეს და ჩვენ არ გვჭირდება ის რაც შევარდნის დროს იყო და რისკენაც ამ რეჟიმის პოლიტიკამ კრიმინალთან, ძალადობასთან, ნარკოტიკებთან ერთად წაიყვანა საიტიდან წაიყვანა საზოგადოება. არც ერთი გვჭირდება და არც მეორე. და მე კარგად მაქვს გააზრებული იმ წარსულთან დაკავშირებით. ოღონდ იმ ხალხს, ვინც ამ დროშით პოლიტიკურად ცდილობს საზოგადოებაში
ხარდაჭერის მოპოვებას, როგორც არის ბატონი იაგო და მის პოლიტიკური გუნდი, სრული უპასუხისმგებლობა ახასიათებთ. უბრალოდ ისრიან ლოზუნგს. და მე არ აინტერესებთ არ შედეგები და უბრალოდ ტალახი უნდა რომ ისროლონ და დისკუსიისთვის ზად არ არის, რაც დღევანდელობა დისკუსია მაჩვენა. მე არ ვიცი რამდენი ადამიანი უყურებს ამას და მე ამგონია რომ იზომება სისტორე მითი ადამიანი რამდენს ინტერესს გამოიწვევს, რომ ეგრე ეხლა აქ რო გვეჩხუბა ფიზიკურად კიდევ უფრო ადამიანი ნახავთ. ეგ არ არის ტესტი. ტესტი არის იმ ცივილიზებული კულტურის დანერგვა დისკუსიის, რაც ძალიან გვაკლია ჩვენ საზოგადოებაში, ოპოზიციურ მედიაში განსაკუთრებით და ზოგადად დამოკიდებულების თვალსაზრისით. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ეს დისკუსია, მათ შორის როგორი წვავ პერსონალური შეფასებებით უნდა იყოს, რაც არ უნდა მოხდეს, რაც დღეს სამწუხაროდ ჩემი ოპონენტისგან დავინახე, არ უნდა გავექცეთ არგუმენტებს. ხო? ეგ უნდა შეგვიძლოს, ახლა ერთია რომ გინდა რომ ვიღაცას უწოდო რაღაც ეპითეტი და ამით ვიღაცას გული მოფხანო, ამ შენ თუ გულწრფელად გულს იფხან ამით. და მეორე რომ შეგეძლოს გააზრებული პოლიტიკის შესახებ საუბარი და ამაზე პასუხისმგებლობის აღება. და უპასუხისმგებლობა იწვევს ყველაზე მეტ ძიმე შედეგებს თავისუფლებისთვის. ანუ იმისთვის, რის დასაცავადაც თითქოს ის ხალხი, ვინც უპასუხისმგებლოდ ქადაგებს თავის იდეოლოგიას, ყველაზე უფრო თითქოს ვინც ამაზე ზრუნავს. გასაგებია. ბოლოს პაინს დავამბრია, ბოლოს ციანდება არ ვარგოდა. არა, გასაგებია. მადლობა თქვენ ორივე თქვენგანს გადაცემაში მოსვლისთვის, როის გამოყოფისთვის და საინტერესო პოზიციების ჩვენებისთვის და ხალხისთვის თქვენი აზრის მიტანისთვის. მე შეგახსენებთ, რომ ეს არის პროექტი, სადაც ვცდილობთ, რომ ბევრ ადამიანს, მათ შორის ახალ თუ ძველ სახეებს, შევქმნათ სივრცე, სადაც ასე ამგვარად იდებატებენ. ესეთი ხელჩართული ბრძოლა იქნებათ მოწინააღმდეგის პირისპირ. ამ იდეის სულისჩამდგმელი არის საქართველოს უნივერსიტეტი, ჩვენი გენერალური სპონსორი. თქვენთვის კი თუ საინტერესო იყო დღევანდელი დებატები და ასევე ისურვებდით მომავალშიც მსგავსი დებატების ნახვას, აუცილებლად გამოგვყევით, დაგვაფოლოვეთ YouTube-ზე, Instagram-ზე, Facebook-სა და TikTok-ზე და რა თქმა უნდა გვიყურეთ ყოველ ორშაბათს 22 საათზე. მომავალი კი მათია, ვინც წარსულის გააზრებით ხვალინდელ დღეს ქმნის.